მოგესალმებით, წარე პოდკასტი. დღეს ვუბრუნდებით ანტიკურობას, კარგახანია ანტიკურ ხანაზე. პოდკასტი არ ჩამიწერია, ძალიან მომინატრა, მართლა გითხრათ, ამაზე საუბარი. ძირითადად რაღაცე მიეწყო, რომ ბოლო პერიოდში ახალი და უახლეს ისტორიაზე ქონდა ეპიზოდები, მაგრამ აუცილებლად ბალანსი გვჭირდება აქ და რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო თემა შევარჩიე. დღეს სასაუბროდ ეს არის პელოპონესის ომი. შეგახსენებთ, რომ წარე პოდკასტის მთავარი პარტნიორი არის TBC. ჩვენ პელოპონესის ომზე ვისაუბრებთ არა დეტალურად, უბრალოდ ამ ბრძოლების და დიპლომატიური მისიების სათითაოდ აღწერით, არამედ ზოგად ანალიტიკურად შევხედავთ ამ მოვლენას, გავაანალიზებთ და ვისაუბრებთ საფუძვლებზე, უშუალოდ ომის დროს რა ფაქტორებმა გადაწყვიტა ამ ომის ბედი, მერე რა შედეგები მოყვა ამ ყველაფერს, ანუ ზოგადად აი ამაზე გავამახვილებთ, რა თქმა უნდა, ყურადღებას. იმედი მაქვს ძალიან საინტერესო ეპიზოდი გამოგვივა. ჩემი დღევანდელი სტუმარი არის გიორგი უგულავა, რომელიც ჩვენთან ანტიკურობის თემაზე ხშირად არის ხოლმე სტუმრად. მოგესალმები გიორგი, მიხარია რომ მოხვედი ისევ წარე პოდკასტში, თანაც ასეთ მაგარ თემაზე. გამარჯობა, სალამი ნიკა, გამარჯობა და კარგი საღამო მშვიდობისა ჩვენ მსმენელს და მაყურებელს. მადლობა იმ საქმისთვის, რასაც აკეთებთ. ეხლა შემოსვლამდე გეუბნებოდი, რომ ამ ბოლო დროს იმდენი საინტერესო თემა გაქვს თქო, რომ ბოლომდე ყველაფერი არც მინახავს და ძალიან კარგია, რომ ამ კონკურენტულ გარემოში და ქვეყნის გარეთაც არც თუ ყველაზე მშვიდი ატმოსფეროა ანტიკურობისთვის მოიცან. ზოგადად საინტერესო თემაა და გეთახმები და აქტუალური, იმიტომ რომ გარდა თვითონ ამ უშუალოდ ომისა, ეს არის ბერძნული სამყაროს ჰეგემონიის დასასრული, ანუ ბერძნული ოქროს ხანის დასასრული ერთი. და მეორე მხრივ თანამედროვე და აქტუალურია, იმიტომ რომ ძალიან კარგად ჩანს დემოკრატიის კრიზისი. თავიდანვე უნდა ვიტყვი, რომ ზოგადად აი არისტოტელესეული კონცეფცია, რაც არის ყველაზე მაგრად მჯერა, რომ დემოკრატია შეიძლება რაღაცა კუთხით ყველაზე ნაკლებად ეფექტური და მეტად ხარვეზიანი სისტემა იყოს, მაგრამ ყველაზე კარგად აზღვევს რისკებს. ანუ დღეს გონია, რომ დემოკრატიას ხშირად გავაკრიტიკებთ ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ გჯერა, რომ ყველაზე წარმატებული თუ ბედნიერი სისტემაა საცხოვრებლად მაინც, მიუხედავად მისი ხარვეზებისა. თუმცა ეს სიტყვები რო გავიხსენოთ, ხო, თუნდაც რომ დემოკრატია არის ყველაზე უარესი მმართველობის ფორმა, თუ სხვებს არ ჩავთვლით. კი ბატონო, არისტოტელესაც ეს იდეა აქვს, რომ როდესაც განიხილავს ამ თავისი ძალაუფლების და პოლიტიკური მოწყობის 6 მოდელს, აჯგუფებს 3 სხვადასხვა ერთეულად. მე ციცერონიც ამ გზით მიდის. ანუ 3 კლასიკური მოდელის, მონარქიის, ოლიგარქიის და დემოკრატიის დადებითი და უარყოფითი მხარეები. და მიდის, რომ დემოკრატია ყველაზე ნაკლებად კარგია, მაგრამ ყველაზე ნაკლებად ცუდია. ყველაზე მეტად არ აზღვევს ძალაუფლების რისკებს. თუმცა ეს ომი საინტერესოა იმ კუთხითაც, რომ აი ამ დემოკრატიის ხარვეზებს ყველაზე მეტად ავლენს. ჩვენ ახლა გვისაუბრია ბერძენ-სპარსელთა ომების შესახებ, სადაც ზუსტადაც რომ აი დემოკრატიის აპოლოგიაა ის ომი. ის აჩენს დემოკრატიის ძლიერ მხარეებს. ის გეუბნება, რომ თემისტოკლესი გაჭირვებული ოჯახის შვილი, რომელმაც ათენურ სისტემაში ქონდა ყველაფერი, რომ გამხდარიყო თავისი პოლისის ლიდერი, რატომ შეუძლია ეს მერიტოკრატიულ სისტემაში თემისტოკლესისნაირ ლიდერს დაამარცხოს მასზე ბევრად უფრო დიდი და აღმატებული სპარსეთის იმპერია. ეხლა ცოტა ვამარტივებ ამ ისტორიას, მაგრამ დემოკრატიის, თავისუფლების, ინდივიდუალიზმის აპოლოგიაა ბერძენ-სპარსელთა ომები. ყოველ შემთხვევაში ესე დარჩა ისტორიაში. და მეორე მხრივ და ბერძენ-სპარსელთა ომებით იწყება კიდეც ამ დიდი ბერძნული 50 წლეული პენტაკოეტია, აღმავლობის ხანა. ეხლა ჩვენ როცა ვსაუბრობთ ბერძნულ კულტურაზე, ლიტერატურაზე, უდიდესი ნაწილი ბერძნული კულტურის შექმნილია ათენში, აი ოქროს ფონდის. შექმნილია ათენში აი ამ 50 წლეულში, დაწყებული პართენონიდან დამთავრებული დრამით, მაგალითად სოფოკლე, ესქილე და ევრიპიდე სწორედ ამ პერიოდის ავტორები არიან. არისტოფანე საერთოდ პელოპონესოსის ომის პერიოდის ავტორია, დღეს ჩვენ ხშირად ვისაუბრებთ და ვახსენებთ მასზე. და პელოპონესოსის ომი ეს არის უკვე დასასრული, ანუ ის ბედნიერი და აღზევებული ხანა ბერძნული სამყაროს და განსაკუთრებით ათენის, რომელიც იწყება ბერძენ-სპარსელთა ომებით, სრულდება პელოპონესოსის ომით. კი ბატონო. პელოპონესის ომი თანაც განსხვავებით აი ბერძენ-სპარსელთა ომისგან, მე რატომ მომწონს ან პელოპონესის ომს აქვს ერთი უპირატესობა. ან ბერძენ-სპარსელთა ომი ძალიან საინტერესო მოვლენაა. ჩემი აზრით, ბერძენ-სპარსელთა ომი გარკვეულწილად ანტიკურობის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა არის, იმიტომ რომ ეს ორი ცივილიზაციის დაპირისპირება, რომელიც შემდგომში კონცეფციად იქცევა საერთოდაც, ხო, არის ზუსტად ბერძენ-სპარსელთა ომებიდან იღებს სათავეს. და უბრალოდ საქმე რაშია, ხა, ორი ისტორიკოსი ყავს ჩვენ ამ
პერიოდისა, რომლებიც ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისაგან თავიანთი წერის მანერით და რა თქმა უნდა მიდგომებით, ხო? ერთი არის ჰეროდოტე, რომელმაც აღწერა ბერძენ-სპარსელთა ომი და მეორე არის თუკიდიდე, რომელმაც აღწერა პელოპონესის ომი. აი, რომ შევადაროთ ერთმანეთს ეს ორი ფიგურა, თუნდაც აი ამ ომების ხასიათიდან გამომდინარე და ეს ძალიან ბევრ საინტერესო დასკვნას გავაკეთებთ. აი, მაგალითად ჰეროდოტესთან შედარებით თუკიდიდე აშკარად ბევრად უფრო გაზრდილი ისტორიკოსი არის. ანუ თითქოს აი ჰეროდოტე პირველმა რო გახსნა ეს, მოკლედ რომ ვთქვა, ეს გზა ისტორიკოსი გახდა, ხო? პირველი ესე თქვა და წერს ისტორიაზე და ქმნის ისტორიას. აი, ამის შემდეგ თუკიდიდე, რომელიც თავის დროზე თვითონ ეცნობოდა ჰეროდოტეს და უსმენდა და იცოდა მისი ნაშრომები, თითქოს უფრო დახვეწილი არის ამ თვალსაჩინო და კიდევ უფრო ახალ საფეხურზე გადაყავს ისტორიული მეცნიერება. აი მართლა თუკიდიდეს ვკითხულობ, უკვე მეცნიერებასთან ახლოს არის ის. ანუ ის უფრო იაზრებს რაღაც დეტალებს, უფრო ანალიტიკას აკეთებს, იქ აქცევს ყურადღებას ძალიან აი ადამიანურ მოვლენებს, დაცლილი არის ყველანაირი თითქოს აი ზებუნებრივი ჩარევებისაგან და ასე შემდეგ. ანუ ის აღწერს იმ მოვლენას და იმ ომს, რომელთანაც თვითონ ძალიან უშუალო სიახლოვე აქვს, თვითონ მონაწილე არის. ან თვითონ უყურებს იქვე ახლოდან ამას, ხო? განსხვავებით ჰეროდოტესაგან, რომელიც შემდგომში უსმენდა ადამიანებს, რომლებიც წერდნენ, ანუ მონაწილეები იყვნენ ბერძენ-სპარსელთა ომებისა. ამიტომაც აი ამ ხრივაც ჩვენთვის აი რა თქმა უნდა პელოპონესის ომი უფრო სერიოზულ მოვლენად და რაღაცნაირად წარმოგვიდგება ხოლმე, ვიდრე ბერძენ-სპარსელთა ომები, რომელსაც ძალიან ბევრი ლეგენდა უკავშირდება, ხო, თავისი 300 სპარტელით და მილიონიანი სპარსელების არმიებითა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი მსგავს რამეს პელოპონესში ვეღარ შევხვდებით. აქ პირდაპირ ვეჯახებით რეალურ ისტორიას, გარკვეულწილად შეიძლება ითქვას. რეალიზმში გადმოვდივართ. თითქოს ის იყო რაღაცა მითოლოგია და მითოლოგიიდან გადმოვდივართ აი მკაცრ რეალიზმში და ზოგჯერ უწოდებენ კიდევაც, ხო, თუკიდიდეს, რომ ეს იყო იმ პერიოდის რეალ პოლიტიკის შემქმნელი არის თუკიდიდე, ანუ როგორც მისი სამყარო, როგორც არის იქ წარმოჩენილი პელოპონესის ომებში, არის ნამდვილად აი ეგრეთ წოდებული რეალ პოლიტიკის პირველი აღწერა, შემოქმედება, მოკლედ რომ ვთქვათ, ხო? ძალიან საინტერესო კაცი იყო მართლა. მას აქვს ესეთი საინტერესო რაღაც მითითება. ომის ნამდვილ მიზეზად მე მიმაჩნია ის, რასაც ადრე დიდწილად არ აქცევდნენ ყურადღებას. ათენის ძლიერების ზრდა და მოსალოდნელი საფრთხის შეგრძნება ლაკედემონში, რის გამოც ომი გარდაუვალი გახდა. აი პირველივე აი ამ სიტყვებიდან თითქოს ჩანს თუკიდიდეს ის ანალიტიკური აზროვნება და ის რამდენად რეალურად აღიქვამს ამ მოვლენებს ის განსხვავებით მაგალითად წინარე ავტორებისაგან, რომლებიც ამას ზოგჯერ უკავშირდებენ ხოლმე რაღაც ზებუნებრივ მოვლენებს, ძალიან შორიდან იწყებენ ამ ყველაფრის აღწერას და აი ყველაფერს აი უფრო უყურებენ როგორც აი გამარტივებული ფორმით გვაწვდიან, თითქოს საინტერესო ამბის მოსათხრობად. თუკიდიდე ზოგჯერ ხო არც არის ძალიან მხატვრული ამ შემთხვევაში პირიქით, თითქოს აი როგორც აი ჰეროდოტე და პოეს რო შევადაროთ, ხო, თუკიდიდე პოეზიისა და პროზის შედარებაა, თითქოს ერთმანეთთან, ხო? იმიტომ რომ თუკიდიდე რაღაცნაირ უხეშ რეალობას გადმოსცემს პირდაპირ ძალიან დეტალურად თანაც. საერთოდ მას განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი ანტიკური ისტორიოგრაფიის განვითარებაში და რა თქმა უნდა აანალიზებს და უკვირდება თითოეულ დეტალს. ერთ-ერთი გადმოცემით, ხოდაშორის თუკიდიდემ ყმაწვილობისას ათენის აგორაზე მოусმინა ჰეროდოტეს, რომელიც საჯაროდ კითხულობდა თავის თხზულებებს და გადაწყვიტა თავადაც მის გზას დადგომოდაო, ესეთი ხდება. თუკიდიდეს ასეთი განსწავლულობა თან პელოპონესის ომის დეტალებში ორი მიზეზითაა გამოწვეული. პირველ რიგში ათენელი იყო თვითონ და მონაწილეობდა ომში და ძირითადად 424-423 წლებში თრაკიაში ათენელთა წარუმატებლობებმა შეიწირა მისი სამხედრო კარიერა, ქალაქიდან განდევნეს. მას შემდეგ ის ხშირად იცვლიდა სამყოფელს და მოგზაურობდა ხო პელოპონესის ლიგის ქალაქ-სახელმწიფოებში, რამაც მე საშუალება მისცა ომი მათი თვალითაც აღიქვა რა, ძალიან მნიშვნელოვანია ასევე. თუკიდიდე ირწმუნება თან რომ ისტორიაზე მუშაობას მაშინვე შეუდექიო, როგორც კი ომი დაიწყო, რადგან ხვდებოდა რომ ეს იქნებოდა ერთ-ერთი უდიდესი ომი, რომელიც კი ბერძენთა შორის მომხდარა. ამაში პრინციპში არ შემცდარა ნამდვილად და მისი შრომის დამსახურებით პელოპონესის ომის ისტორიას დღემდე ვეცნობით, ხო? როგორც ანტიკური ისტორიოგრაფიის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში და თან რა დონეზეა ეს ყველაფერი შესრულებული, ხო? აი ეს მგონია რომ თითქოს ეხლა მოვლენებს მიადევნებ თვალს, ისეთი მაგრად არის ეს მთელი პოლიტიკური პროცესი გადმოცემული, ასიტყვი. პრინციპში ისე ამომწურავად შეაფასე ორივე ავტორი, რომ ბევრს ალბათ ვერაფერს და არც არაფერს. ჰეროდოტოსი არის უფრო storyteller-ი, ამბის მთხრობელი. ჰეროდოტოსის ისტორიას აქვს ამბების კრებულის სტილში. ეს არის უნივერსალური ისტორია. ლოგოგრაფოსის სტილია, ხო უფრო?
კი ბატონო, რაც შეეხება თუკიდიდეს ახლა სწორად ახსენე, თავისი პროფილით, საქმით, გამოცდილებით, პროფესიით არის პროფესიონალი სამხედრო და პოლიტიკოსი. შესაბამისად, მისი აღქმის პერსპექტივა არის განსხვავებული. ძალიან საინტერესო ავტორი, რომელსაც ხშირად ვახსენებ ხოლმე, იმიტომ რომ ზუსტადაც რა ამ ომის კონტექსტში მიყვარს, არის არისტოფანი. რატომ? იმიტომ რომ არისტოფანი არის აი ამ პოლიტიკური კომედიის მამა, ანუ დრამის პოლიტიკური ხასიათი ყველაზე უფრო კარგად ჩანს არისტოფანესთან და ყველაზე მეტად ჩანს თან ყოველდღიურობა. განსხვავებით ახლა პროფესიონალი ისტორიკოსისგან, მაგალითად როგორც არის თუკიდიდე, არისტოფანე უფრო ხშირად ცალკეულ ეპიზოდებს გვთავაზობს თავის კომედიებში, სადაც ძალიან კარგად ჩანს ხოლმე ამ ომის ხასიათი და თან თავისი არსით პაციფისტია, ომის მოწინააღმდეგეა და აი ეს პელოპონესოსის ომი მიყვება მთლიანად არისტოფანეს შემოქმედებას. რაც შეეხება ახლა ჩვენ ბერძენ-სპარსელთა ომებით დავიწყეთ და რეალურად თუკიდიდესის ეს რეპლიკა რატომ დაიწყო ომი არის ძალიან სწორი, იმიტომ რომ ამ ომის დაწყება იყო შეუქცევადი პროცესი. ყველაფერი იწყება იმით, რომ ზოგადად ეს პოლისური სამყარო, პოლისური სისტემა, ახლა ჩვენ შორიდან რომ უყურებთ ხოლმე თან თუ ამ ეპოქის დიდი მოყვარული და სპეციალისტი არ ხარ, შეიძლება ეს საბერძნეთი თითქოს რაღაცა ერთობად აღიქვა. რეალურად ეს არის ძალიან განსხვავებული სისტემა. ეს პოლისური სისტემის ურთიერთდაპირისპირებულობა ის რომ ამ პოლისებს ერთმანეთი არ უყვართ, სძულთ და იმდენად მაგრად სძულთ, რომ ხშირ შემთხვევაში თანახმა არიან, რომ სხვა არაბერძნულ ძალასთან იყვნენ კოალიციაში თუ მოკავშირედ იქცნენ და თავისივე მოძმე თუ გვერდზე მდებარე ბერძნული პოლისი გაწირონ, ეს არის ძალიან ბერძნული ფენომენი. შესაბამისად, ეს ათენის და სპარტას დაპირისპირება საკმაოდ ადრევე იწყება და ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ ეს არის ორი განსხვავებული პოლუსი, ორი განსხვავებული აღქმა სამყაროსი და ორი განსხვავებული სისტემა. გეოგრაფიულადაც კი განსხვავებულები არიან. ათენი ეს არის საზღვაო პოლისით, ათენს აქვს ძალიან ესეთი ძლიერი სავაჭრო ფენა, არის მერიტოკრატიული, შემდგომში იქცევა უკვე დემოკრატიულად და სპარტა ეს არის სამიწათმოქმედო საზოგადოება, აგრარული საზოგადოება, მილიტარისტული საზოგადოება და თავისი არსით, შედგენილობით, ცხოვრების წესით ძალიან რთულია ორი ისეთი განსხვავებული ერთეულის პოვნა ბერძნულ სამყაროში, როგორც ათენი და სპარტა არიან. ანუ აპრიორი მათი განსხვავებულობა უკვე აჩენს იმის წინაპირობას, რომ მათ ერთმანეთი არც თუ ძალიან უყვარდეთ. გარდა ამისა, აქ არის ისტორიული მეხსიერების რამდენიმე ძალიან საინტერესო მომენტი. პირველი ეს არის როგორ შეიქმნა ათენის დემოკრატია, ხო? როდესაც ჩვენ საუბრობთ ეს მე-6 საუკუნის ბოლოს მიწურულს, აი პისისტრატოსის ტირანია სრულდება, შემდეგ მისი შვილები ჰიპიასი და ჰიპარქოსი გააძევეს და დემოკრატია თავისი არსით არის კონტექსტიდან ამოგლეჯილი. ანუ ათენური დემოკრატია არ არის ბერძნულ სამყაროში ესეთი მიღებული და ფართოდ გავრცელებული სისტემა. ანუ რაღაცა კუთხით ათენი ვაბანკზე მიდის და ერთ-ერთი ძალიან საინტერესო მომენტი არის ის, რომ სპარტა ამ პერიოდში ცდილობს ათენის შიდა საქმეებში ჩარევას. ანუ მე-6 საუკუნის ბოლოს, აი ბერძენ-სპარსელთა ომები ჯერ კიდევ სანამ დაიწყება იქამდე, ამ პერიოდში ათენს და სპარტას და ამ დროს სპარტა უფრო ძლიერია ვიდრე ათენი. ათენი აი ამ ბერძნული სამყაროს ჰეგემონად იქცევა ბერძენ-სპარსელთა ომების პერიოდში. და აი ამ ომებიდან მოყოლებული. სპარტას აქვს მცდელობა ჩაერიოს ათენის შიდა საქმეებში. აი ათენში რომელსაც თავისი ტირანი გააძევა უფრო, სპარტა სურს რომ მისი მსგავსი ესეთი ოლიგარქიულ კონსერვატული სისტემა დაამყაროს. სპარტას სისტემას ოლიგარქიას უწოდებენ ხოლმე, სადავოა მთლად ესეთი საკმაოდ მოქნილი და შერეული სისტემა აქვს მართლობის და საზოგადოების მოწყობის, რასაც ანალოგი პრინციპში არსად არ აქვს, მაგრამ ანუ სპარტული სისტემა, რომელიც უფრო მეტად მცირე თან ცოტა ადამიანის მართლობას გულისხმობს და უფრო ისეთი გავლენიანი არისტოკრატული წარმოშობის ოჯახები მართავენ, მათ ხელშია მართვისა და ვეცდილობს ათენში მისი მსგავსი სისტემა დაამყაროს. ეს დასრულდა წარუმატებლად და ათენს აი პირველივე ეტაპიდან თავისი დემოკრატიის მშენებლობის რაღაცა თითქოს ნიშნის მოგებითი დამოკიდებულება აქვს სპარტასთან. ანუ ათენური დემოკრატია თითქოს ხვის ჯინაზე, ხვის საწინააღმდეგოდ შეიქმნა. ათენური დემოკრატია ლეგიტიმურ, სწორ, ერთადერთ ყველაზე სრულყოფილ სისტემად იქცა, იმიტომ რომ ათენელები არიან ლიდერები ბერძნული სამყაროსი, როდესაც ბერძნები ამარცხებენ სპარსელებს. ანუ აი ამ ომებმა დემოკრატია აქცია აბსოლუტურ ლიდერად პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოწყობის კუთხით საბერძნეთში. და პრინციპში ეს
ათენი და სპარტა არიან მოკავშირეები ბერძენ-სპარსელთა ომების დროს, თუმცა მათი მოკავშირეობაც არ არის აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვანი. მაგალითად, მარათონის 490 წლის ბრძოლის წინ ათენელები თხოვენ დახმარებას სპარტელებს და ამ დახმარებას ვერ იღებენ. უკვე ქსერქსეს ლაშქრობის დროს კვლავ ხედავთ მათ შორის ასრთა სხვადასხვაობას. ანუ ათენი და სპარტა ამ დიდი საგარეო საფრთხის წინაშეც კი არ იყვნენ ერთიანები. რაც შეეხება ომის დასრულების შემდეგ, სანამ სპარსული საფრთხე არსებობს და სანამ არსებობს ეს იდეა, რომ ბერძნები ყველანი თუ არა, ანუ დიდი ნაწილი მაინც გავერთიანდეთ, ათენი და სპარტა ჯერ არ არიან დაპირისპირებული პოლისები. თუმცა ეს ყველაფერი იცვლება 60-იანებში, 60-იანებიდან იწყება უკვე ათენის და სპარტას ორ განსხვავებულ ცენტრად ჩამოყალიბება, რომელსაც ერთმანეთი არ უყვართ და ეს იწყება ათენის ისევ შიდა პოლიტიკური ამბით. ათენური სისტემა არის ძალიან დემოკრატიული, მუდამ ისეთი პოლიტიკური დუღილია, პოლიტიკური პროცესია, ეგ ლიდერები ერთმანეთს ებრძვიან, ვიღაცები ამ ბრძოლაში მარცხდებიან და უწევთ პოლიტიკიდან წასვლა, ანუ სულ შიდა დუღილის პროცესია და ამ პროცესში ყველაზე სახელიანი ერთ-ერთი ლიდერი ეს არის კიმონი. კიმონი არის მარათონის ბრძოლის გმირის მილტიადესის შვილი. მილტიადესი თვითონ არისტოკრატული წარმოშობის იყო და ამ დემოკრატიულ სისტემაში არც თუ ძალიან უყვარდა, სანამ ძალიან არ დასჭირდათ იქამდე არ დაუძახეს. ანუ მილტიადესი არ არის პოპულარული კაცი ათენური დემოკრატიისთვის. კიმოსაც ეს არისტოკრატულობა, შეძლებულობა მიყვება და კიმონი იყო უაღრესად პროსპარტულად განწყობილი. მის შვილს ერქვა ლაკედემონიოსი, ლაკედემონური, ანუ ლაკონია ის მხარია, სადაც სპარტა მდებარეობს. და ისეთი შორიდან ეთაყვანებოდა ცოტა ისეთი ცუდი სიტყვა, მაგრამ აღტაცებული იყო, მხარს უჭერდა სპარტულ სისტემას და სპარტას და ათენს ბუნებრივ მოკავშირეებად აღიქვამდა. 460 სპარტაზე ერთი ეპიზოდი ცალკე უნდა ჩავწეროთ ერთხელ. ჩავწეროთ, იმსახურებს იმიტომ რომ საინტერესო ფენომენია სპარტა და რეალური რა არის მის შესახებ და რა არის გამოგონილი და გალამაზებული ამაზეც ვიტყვით მე ეგ. აუცილებლად და სხვათა შორის ხო, ანუ ანალოგია არ ყავს და რეალურად ეხლა ჩვენ რო საუბრობთ ათენს და სპარტას შიგნიდან თუ არ იცნობ, ძალიან რთულია ეს პროცესი დაინახო. 464 წელს ხდება სპარტაში მიწისძვრა. რატო არის ეს მიწისძვრა ძალიან მნიშვნელოვანი და რატო უნდა ჩაწერო შენ ამის შესახებ ეპიზოდი, იმიტომ რომ სპარტა ეს არის არაბუნებრივი ერთეული. ანუ სპარტაში ხდება ის, რომ საუკუნეების განმავლობაში ცოტანი სპარტელები აკონტროლებენ, მართავენ, თავისი ძალაუფლების ქვეშ აქცევენ მეტს, უმრავლესობას, ანუ უმცირესობა მართავს უმრავლესობას, ჰელოტებს და ძალიან დიდ უმრავლესობას. ძალიან დიდ უმრავლესობას. ანუ სპარტას არ აქვს მარცხის უფლება. სპარტელები არიან ესეთი მილიტარისტული საზოგადოება სწორად, იმიტომ რომ მათ სხვა არჩევანი არ აქვს. ანუ სპარტას თვითვეული წარუმატებლობა ნიშნავს, რომ მას აი ეს საუკუნეების განმავლობაში დამორჩილებული ეს მეზობელი რეგიონები, რომლებიც ეკონომიკურად ძალიან მომგებიანია, ჰელოტების და პერიოკების, მას შეიძლება ნებისმიერ დროს აუფეთქდეს. ანუ მიწისძვრა სპარტასთვის შეიძლება დასრულდეს იმით და ნებისმიერი რყევა, ნებისმიერი წარუმატებლობა სპარტასთვის შეიძლება იმით დასრულდეს, რომ მან მთლიანად დაკარგოს სახელმწიფო. 464 წელს ეს მიწისძვრა მაშინვე გარდაიქმნება ანტისპარტულ აჯანყებაში, შიდა არეულობაში და ამ დროს ათენში ჩნდება ცდუნება იმისა, რომ აი ეს მომენტი გამოიყენა. ეხლა ჩვენ უნდა შევხედოთ მდებარეობასაც და ისევ ძალიან გამიგრძელდა სიტყვა და დავასრულებ ამით. სპარტა ეს არის პელოპონესოსი, ანუ ბერძნული კონტინენტური საბერძნეთის უკიდურესი სამხრეთი. აი ეს პელოპონესოსის ნახევარკუნძული ძალიან ვიწრო ყელით ისთმოსის ყელით უკავშირდება ცენტრალურ საბერძნეთს, მათ შორის ატიკას, სადაც ათენი არის ყველაზე მთავარი ცენტრი ბერძნული სამყაროს. ანუ სპარტას ბუნებრივი დაცულობა აქვს, იმიტომ რომ ზღვიდან არც თუ იოლი მისადგომია, ქარები სპარტას სანაპიროს იმდენად ისე უდგება, ისე უბერავს, რომ ბევრი ბუნებრივი პორტი იქ მდებარეობს, ნავსადგური და ამ ისთმოსის ვიწრო წვრილი ყელით პელოპონესოსი, ანუ სპარტას ფლობელობაში, სპარტას გავლენის ქვეშ მდებარე რეგიონში ჩასვლა და შესვლა ძალიან რთულია. ამიტომაც სპარტელებს ნაკლებად ეშინიათ მაგალითად სპარსელების, როცა ისინი ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მოდიან. ანუ ბუნებრივად დაცულებიან.
შესაბამისად, აი 60-იან წლებში ხდება რა? სპარტა ძალიან უფრთხის ათენის პელოპონესოსზე, ანუ მის რეგიონში, მის გავლენის არეალში შესვლას და ათენშიც იწყება შიდა ბრძოლა კიმონს, ანუ სპარტელების მომხრე, სპარტელებთან კოალიციის მოკავშირეობის მხარდამჭერ პოლიტიკოსსა და ეფიალტესსა და პერიკლეს შორის. ეფიალტესი და პერიკლესი ესენი არიან რადიკალური დემოკრატიის, ესეთი სისტემა არსებობს, მამები, რომლებმაც შეცვალეს ათენური სისტემა, აქციეს კიდე უფრო მეტად დემოკრატიულ პოლისად და ეფიალტეს და პერიკლეს აქვთ იმის ცნება განსაკუთრებით ეფიალტეს, რომ სპარტას შიდა საქმეებში ხომ არ ჩავერიოთ, ხომ არ გამოვიყენოთ ეს მომენტუმი, რომ სპარტას გაჭირვება აქვს და სპარტელებს ეს ძალიან ცუდად ახსოვთ. მე სხვათა შორის კიმონი გაიტანს ამ თავის სპარტასთვის მხარდაჭერის და დახმარების იდეას, მაგრამ 2 წლის შემდეგ ხდება და სპარტელები უკან გამოაბრუნებენ კიმონის მიერ გაგზავნილ რამდენიმე ათას ჰოპლიც და კიმონის კარიერა ამით სრულდება. ანუ კიმონის მარცხი ათენის შიდა ბრძოლაში ეფიალტესის და პერიკლესის, რომელიც 30 წლიანი ლიდერია უკვე ათენისთვის, პოლიტიკაში მოსვლა ეს იმის ნიშანია, რომ ათენსა და სპარტას შორის კონფრონტაცია, დაპირისპირება ძალიან თვალსაჩინო ხდება. ბოდიში გამიგრძელდა სიტყვა, მაგრამ აი ეს ისტორიული მეხსიერების დონეზე ძალიან საინტერესოა, როგორ აღიქვავს ეს ორი ძალა, ეს ორი პოლისი ერთმანეთს, ერთი ამათი განსხვავებულობა, მეორე ამათი გეოგრაფიული დაშორება, რაც მათ საშუალებას აძლევს, რომ დამოუკიდებლად განვითარდნენ და მესამე არის ეს ისტორიული მახსოვრობა. ათენისთვის სპარტა მისი დემოკრატიის შექმნის პირველ ეტაპზე იყო პოტენციური საფრთხე და მისი დემოკრატია აი ამ ანტისპარტულ მოტივებზე განვითარდა. ბერძენ-სპარსელთა ომებში ესენი მოკავშირეები იყვნენ, მაგრამ როგორც კი სპარსული საფრთხე მიდის, უკვე ათენი აღიქმება სპარტასთვის პოტენციურ საფრთხედ. აქედან მივდივართ ჩვენ აი 50-იან წლებში, როცა ომის დასაწყისი ძალიან მოსალოდნელი იყო, რომ არ ყოფილიყო მათ შორის ეს პირველი დიდი ზავი, ალბათ პელოპონესოსის ომი დაიწყებოდა არა 30-იანებში, 31 წელს, არამედ 20 წლით უფრო ადრე. კი ბატონო, ნამდვილად. მე თეორიის სიტყვით, აი წინარე მასე რო თქვა, აი რა რუკა გვაქვს ამ მომენტისთვის, ანუ რა მდგომარეობაა, რომელშიც ეს ომი უნდა დაიწყოს, ხო? შენ ახსენე პერიკლე, რომელიც უდაოდ არის ათენის ისტორიაში ყველაზე ცნობილი ფიგურა, ალბათ, ხო? მაინც კლასიკურ საბერძნეთს რო წარმოიდგენ, პირველი გახსენდება პერიკლე თავის ცნობილი ბიუსტით, თავზე ესე აწეული მუზარადით რომ არის გამოსახული. ალბათ ყველას უნდა ხავს ეს ცნობილი ფიგურა. საერთოდ ათენის აი ამ პერიოდის ძლიერება, რა თქმა უნდა, დგას იმ საფუძველზე, რომელიც ჩაეყარა ბერძენ-სპარსელთა ომების დროს და ეს იყო, რა თქმა უნდა, საზღვაო ფლოტი პირველ რიგში ათენისა, რომელთაც მან შეძლო შემდგომში ჯერ ისეთი სპარსელებისაგან უზრუნველყო საბერძნეთის დაცულობა და მეორეც, ანუ თავის გავლენა ძალიან გაზარდა, იმიტომ რომ სპარტა განსხვავებით ათენისაგან საზღვაო სახელმწიფო ნაკლებად იყო. მართალია, მასაც ყავდა ფლოტი შემდგომ პერიოდში, მაგრამ განსხვავება ის არის, რომ ათენს გაცილებით უკეთესი მდებარეობა ჰქონდა საზღვაო კუთხით, ვიდრე სპარტას. ამაზე ჩვენ ადრეც კი ვისაუბრეთ, როცა ბერძენ-სპარსელთა ომებზე საუბრობდით, მაშინ ვახსენეთ ესეც, რომ სპარტას, აი ზოგადად პელოპონესის ნახევარკუნძულის სანაპიროები უფრო უვარგისი არის ნაოსნობისთვის, ვიდრე ამ შემთხვევაში ატიკა არის, ანუ ათენის მხარე, ხო? შესაბამისად, ათენს უფრო მეტი გასაქანი ჰქონდა, რომ იქით გაფართოებულიყო ზღვიდან, რამაც საშუალება მისცა მას, რომ ფაქტობრივად დელოსის ლიგა ექცია თავის გავლენის ზონად. შეიძლება უხეში ტერმინია, მაგრამ პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმპერიადაც კი. საერთოდ ბერძენ-სპარსელთა ომის აჩრდილი, დამთავრების შემდეგაც, აი აღმოსავლეთიდან მომავალი საფრთხე, მაინც არ ასვენებდათ, ხო, ბერძნებს, აი გარკვეულწილად, აი ყოველთვის საფრთხე იყო ის, რომ აი იქ არსებობს უზარმაზარი იმპერია, რომელიც თავს დაგესხა ერთ დროს, ათენი გადაწვა და ასე შემდეგ, ხო, შესაბამისად მისგან დაცვა არის აუცილებელი და ამისთვის ყოველთვის უნდა იყოს მზად. ამას გარდა, რა თქმა უნდა, ათენელებისთვის აუცილებელი იყო სპარტასთან პოტენციური კონფლიქტის არიდება, იმიტომ რომ მაშინ ათენისა და სპარტას ომი ფაქტობრივად აი საბერძნეთის მასშტაბებში ძალიან დიდი კონფლიქტი იქნებოდა, რომელიც ეს საბერძნეთს ძალიან ძიმე მდგომარეობაში ჩააგდებდა. ათენელთა საზღვაო იმპერიის ეს დიდი შემოსავალი, რა თქმა უნდა, საფუძველს აძლევდა პერიკლეს გეგმებს, რომ ექცია ათენი ბერძნულ სამყაროში ეს ყველაზე ცივილიზებულ, აყვავებულ, მდიდარ, ძალიან ძლიერ სახელმწიფოდ. მართალია პერიკლე და მისი მომხრეები იმპერიის შენარჩუნებას, ანუ ამ ეგრეთ წოდებული გავლენის ამ დელოსის ლიგაზე აუცილებლად თვლიდნენ, მაგრამ ეს ამავე დროს ძალიან სერიოზულ კითხვებს აჩენდა.
შეიძლებოდა თუ არა იმპერიის ზრდის შეჩერება მეტი დაცულობისთვის, თუ ბრძანებლობა სხვებზე გარდაუვალად ნიშნავდა საზღვრების ისე შორს გადაჭიმვას, რომ ამ სივრცის კონტროლის სირთულეებს იმპერიის თვითგანადგურება გამოეწვია. აი, რამდენად ლეგიტიმური იყო მორალურად ბერძნების ბრძანებლობა ბერძნებზე. თუ ამ პარტავნება უხეში ქედმაღლობა სამართლიანად მოუტანდა განადგურებას იმას, ვინც გაბედავდა სხვებზე ღმერთივით ბრძანებლობას, იმიტომ რომ როგორც შენ აღნიშნე, საბერძნეთი განსხვავებით აზიისაგან, ზოგადად აი ამ ორ ბერძენ-სპარსელთა ომებში ჩანს ეს, ხო? რომელშიც აი სპარსეთი უზარმაზარი იმპერია, სადაც უამრავი ხალხი ემორჩილება ერთ მონარქს, ერთ აბსოლუტურ მონარქს და განსხვავებით საბერძნეთისაგან, რომელიც ძალიან ბევრ ქალაქ სახელმწიფოდ იყოფა და ერთის მეორეზე ბრძანებლობა უკვე მთელ საბერძნეთში ცუდად არის გაგებული. ამ მხრივ ბერძნები ძალიან აფასებენ თავისუფლებას, რა ძალიან მნიშვნელოვანი არის მათთვის. პერიკლეს, როგორც ათენის მმართველს, დაეკისრა ათენის პოლიტიკის ეს სწორი მიმართულებით წაყვანა, რათა დაეცვა ათენი, გაემართლებინა ეს დელოსის ლიგა, ანუ ათენის იმპერია ეგრეთ წოდებული ბერძენთა თვალში და გადაწყვიტა სხვადასხვა შეეჩერებინა იმპერიული ექსპანსია და აელაგმა ეს ათენელთა ამბიციები. ამავე დროს შეძლო დაემტკიცებინა ათენის იმპერიის ლეგიტიმურობა და საერთო საჭიროება ბერძნებისათვის. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ ათენელებს თავდაპირველად გეგმაში არ ჰქონდათ ასეთი რამის შექმნა. დელოსის ლიგა შეიქმნა იმიტომ, რომ სპარტა კვლავ პასიური გახდა და დატოვა საერთო ანტისპარსული ფრონტი. ათენელებს საკმარისი მიზეზები ჰქონდათ იმისთვის, რომ ეხემძღვანელად, რა თქმა უნდა, დელოსის ლიგისათვის. პირველ რიგში, აქემენიან და სპარსეთისაგან მომდინარე საფრთხე იყო ამის მიზეზი. 2 ათეული წლის მანძილზე სპარსელებმა სამჯერ შეუტიეს ბერძნებს და არ არსებობდა გარანტია, რომ ამას კვლავ არ გააკეთებდნენ, ხო? ათენელებმა დაიწყეს სპარსელებთან ომში მიღებული ზიანის აღდგენა და თან იცოდნენ, რომ მომდევნო შეტევაც ისევ ათენზე იქნებოდა მომართული. დამატებით ეგეოსის ზღვის აუზი და მიწები მის აღმოსავლეთით სავაჭრო თვალსაზრისით იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ათენის დამოკიდებულება შავი ზღვიდან შემოტანილ მარცვლეულზე აჩვენებდა, რომ სპარსელთა მცირე სამხედრო კამპანიასაც კი ბოსფორსა და დარდანელზე შეეძლო სასიცოცხლო არტერია გადაეჭრა საბერძნეთისათვის. და ბოლოს ათენელები ენათესავებოდნენ მცირე აზიის იონიელ ბერძნებს, ხო? და საერთო წინაპრები, რელიგია და ტრადიციები ჰქონდათ. თავის დროზე ალბათ გეხსოვებათ სპენელებს, რაც მოსმენელი აქვს ჩვენი ბერძენ-სპარსელთა ომები, რომ ერთ-ერთი მიზეზი იყო, რის გამოც დაიწყო ბერძენ-სპარსელთა ომები, ეს თუნდაც ათენელების კავშირი ამ იონიელებთან. ათენის უსაფრთხოება, სიმდიდრე და ეს სენტიმენტი ყველაფერი მიმართული იყო იმისკენ, რომ განედევნათ სპარსელები ეგეოსის ზღვის ყველა კუნძულიდან და სანაპიროდან, დარდანელიდან, მარმარილოს ზღვიდან, ბოსფორიდან და რა თქმა უნდა შავი ზღვიდანაც. ბერძენთა ეს მცირე ქალაქ-სახელმწიფოები საჭიროების შემთხვევაში განსაკუთრებით მაშინ თუ საფრთხე მუქრებოდათ, არსებობას მუქრებოდა საფრთხე, ქმნიდნენ ხოლმე ალიანსებს, ასე არ იყო იშვიათი და ძველ საბერძნეთში 3 ასეთი ალიანსი იყო. პელოპონესის ლიგა, სპარტის მეთაურობით, დელოსის ლიგა, ათენის მეთაურობით და ბერძენ-სპარსელთა ომის დროს რომ შეიქმნა ეგრეთ წოდებული ელინური ლიგა, რომელშიც თითქმის ყველა ძირითადი ბერძნული პოლისი შედიოდა, ანუ სპარსელებისაგან თავის დასაცავად. ელინურმა ლიგამ პირველივე რეალურ გამოცდას ვერ გაუძლო, იმიტომ რომ გაცილებით ეფექტიანი აღმოჩნდა უკვე პელოპონესისა და დელოსის ლიგები. დელოსის ლიგის წარმატება გამოიწვია იმან, რომ ის თავიდან ბოლომდე ნებაყოფლობითი იყო და მისი მიზნები პირდაპირ დაკავშირებული იყო წევრების საერთო ინტერესებზე. ყველაზე მძლავრი საზღვაო პოლისი, ათენი, სათავეში ედგა ალიანსს, წევრებს კი ისე უნდა ემეგობრათ ათენის მეგობრებთან და ემტროთ, როგორც მას აწყობდა, ასე ვთქვათ. ამით იქმნებოდა მუდმივი შემტევი თუ თავდაცვითი ალიანსი, ხო? თავდაპირველად ათენს ერთი ხმის უფლება ჰქონდა, ისევე როგორც სამოს, ლესბოს, ქიოს და სულ მცირე ან სერიფოსსაც კი, რომელიც ყველაზე პატარა იყო მათ შორის, მაგრამ სისტემა მთლიანობაში მათ სასარგებლოდ იმუშავა. ამიტომ რომ ათენი იყო ბევრად ძლიერი სხვებზე. ათენის სამხედრო და საზღვაო ძლიერება, პრესტიჟი, უზარმაზარი წვლილი დელოსის ლიგის ფუნქციონირებაში უზრუნველყოფდა მათ გავლენას დანარჩენებზე. თანაც ათენი ისე აკონტროლებდა დელოსის ლიგას, ყველაფერი ლეგიტიმური ჩანდა და ტირანიის ნიშნები არ იმჩნეოდა. თანაც ლიგა მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევდა, სპარსელები განდევნეს საბოლოოდ ევროპიდან, მეკობრებისაგან გაწმინდეს ეგეოსის ზღვა. აი ამის შემდეგ ლიგის წევრების ნაწილმა მიიჩნია, რომ მორჩა სპარსული საფრთხე დამთავრდა, მათი ძალისხმევა აღარ არის საჭირო. თუმცა ათენი ასე არ ფიქრობდა. ამ სპარსული საფრთხე გაიზრდებოდა, როგორც კი ბერძნები ყურადღებას მოადუნებდნენ. შესაბამისად, ყველაფერს აკეთებდნენ, რათა ლიგაც შეენარჩუნებინათ და სწორედ ამის შემდეგ ისინი ნელ-ნელა გადაიქცნენ წევრი პოლისების მჩაგვრელებად და მოძალადეებად, ასე ვთქვათ. ხო, შე რა სიტყვა დელოსის ლიგასთან დაკავშირებით? იცი რა, ეხლა ძალიან საინტერესო რაღაცას ყვები. ანუ საინტერესო რაღაცას ყვები, როგორ იქცა ბერძნული ერთობა სპარსელების წინააღმდეგ, ეტაპობრივად როგორ იქცა ათენის შიდა გაერთიანებაც,
რომლის მთავარი მიზანი უკვე ნელ-ნელა აღარ იყო და იმდენად აღარ იყო სპარსეთისგან თავის დაცვა, როგორც თვითონ ბერძნულ სივრცეში ჰეგემონია. 60-იანებში არტაქსერქსეს აქემენიდთა იმპერიაში ძალიან ბევრი შიდა პრობლემა აქვს და უკვე ნაკლებად იყურება ბერძნული სივრცისკენ. ანუ ზუსტად მომენტი, როდის იქცა ეს დელოსის ლიგა და ჩვენს მენელს რო განვუმარტოთ, ეს არის ათენის კოალიცია, ძირითადად აი რუკას მე ვიცი და მინახავს როგორ ფარავ ხოლმე რუკებით და წარმოდგენილი მაქვს რომელი რუკით გადაიფარება ჩვენი საუბარი. როგორც კი რუკას დახედავ ძალიან მარტივად აღმოაჩენ რომ ათენი ეს არის საზღვაო პოლისი და დელოსის ლიგა ეს არის ძირითადად კუნძულების და ზღვის პირა მდებარე ბერძნული პოლისების ერთობა. თავის მხრივ ნელ-ნელა სპარტას აყალიბებს აი ეს პელოპონესოსის ლიგა, ანუ თავისი რეგიონის თავისი ნახევარკუნძულის, ანუ იმ ნახევარკუნძულის, რომელიც გეოგრაფიულად უფრო მეტად დაშორებულია დანარჩენი კონტინენტური საბერძნეთისგან, აი ამ ერთობას. შესაბამისად, როგორც კი დახედავ რუკაზე, ხვდები, რომ ათენს და სპარტას განსხვავებულ სივრცეებში, სპარტას ხმელეთზე და ათენს ზღვაზე, აქვთ თავისი დომინაცია, ჰეგემონია. ათენი უფრო აქტიური და აგრესიული არის. მან არის ძალიან საინტერესო დეტალი, ისევ და ისევ მთავარი კითხვა არის, როდის და როგორ იქცა სპარსელთა წინააღმდეგ შექმნილი ერთობა, კოალიცია, სამხედრო პოლიტიკური გაერთიანება შიდა ბერძნული პოლიტიკის კეთების ინსტრუმენტად. მაგალითად, აი წეგარ ვახსენე 60-იანი წლები, როდესაც რეალურად იწყება ცივი ომის ტიპის დაპირისპირება, მათ შორის მან არის ძალიან საინტერესო დეტალი, ეს არის პოლისი არგოსი. არგოსი მდებარეობს პელოპონესოსის, აი ამ ნახევარკუნძულის სპარტას სივრცე, რომელიც არის ძალიან რო გავამარტივოთ, ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეში. სანამ სპარტა იქცეოდა ერთ-ერთ ლიდერად, დომინანტად ბერძნული სამყაროსი, არგოსი და მათ შორის მიკენი, თავარი ქალაქი აი ამ მხარეში, არგოსში, მიიჩნეოდა, რომ იყო ბერძნულ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე უფრო წარმატებული, ძლიერი და ანგარიშგასაწევი ძალა. მაგალითად, ჰომეროსი, როდესაც წერს ილიადას, არ არის შემთხვევითი, რომ ბერძნული კოალიციის გასაგებია, რომ ხატრული ნაწარმოებია, მაგრამ აი ამ მიკენური ეპოქის, ჯერ კიდე წინა 1000 წლეულის რეალობას მეტნაკლებად ირეკლავს და შემთხვევითი არ არის, რომ ბერძნული ჯარის ლიდერი წინამძღოლი ეს არის გაერთიანებული ჯარი. ანუ სხვადასხვა ბერძენი გმირები, მმართველები მოდიან ერთი საერთო მიზნის გარშემო ერთიანდებიან. რეალურად თითოეული დამოუკიდებელია და ლიდერი არის არა მაგალითად აქილევსი, ან ოდისევსი, რომლებიც თავისი პირადი თვისებებით ყველაზე გამორჩეული მებრძოლები არიან, არამედ მიკენის მეფე აგამემნონი. ანუ მიკენური ეპოქის საბერძნეთს იმიტომაც უწოდებთ, რომ არგოსი და მიკენი არის ყველაზე უფრო წამყვანი და ანგარიშგასაწევი ძალა. ანუ სპარტას გაძლიერება მაშინვე ნიშნავს არგოსის დასუსტებას. ანუ მიკენის და არგოსის კრიზისი იწყება მას შემდეგ, რაც სპარტა მოიპოვა დომინანტური მდგომარეობა პელოპონესოსზე. რაც შვება ან გავიხსენოთ, რომ ჰომეროსთან სპარტას და არგოს მართავენ ძმები, ხო? მენელაოსი და აგამემნონი. კი ბატონო. და ამ ძმებშიც წამყვანი უფრო მიკენის მმართველი აგამემნონი. ხო, რა თქმა უნდა. ათენი იწყებს გააქტიურებას, ანუ ათენი იჭრება პელოპონესოსში. ანუ ათენი იწყებს არგოსის და რეალურად თავისი პოტენციალით არგოსი არის მეორე ძალა სპარტას შემდეგ პელოპონესოსში. ათენი ნელ-ნელა იწყებს სპარტას ყურის ძირში. ეხლა ჩვენ არ გვაქვს ესეთ სამეცნიერო დიალოგს არ ვაწარმოებთ, შეიძლება ცოტა უფრო ისეთი ხალხური შინაურული გამოთქმების გამოვიყენოთ. სპარტას გავლენის არეალში იწყებს მისი პოტენციური კონკურენტის არგოსის მხარდაჭერას და გაძლიერებას. ეს არის ძალიან ისეთი პროვოკაციული ნაბიჯი სპარტას წინააღმდეგ და სხვათა შორის ეს ძალიან კარგად არის არეკლილი ბერძნულ დრამაში. ორესტეა მაგალითად ესქილეს ძალიან ცნობილი ტრილოგია, ანუ ტრაგედიის სამყაროში ამაზე დიდი და მნიშვნელოვანი ალბათ არც არაფერი შექმნილა, რა ხდება ორესტეაში. ორესტეაში ჩვენ ვხედავთ ბევრი საინტერესო რაღაცა ხდება, მაგრამ მიკენელი ორესტესი გარბის ათენში სამართლის მისაღებად, ანუ მისი სასამართლო, მისი განსჯა, მისი ბედი უნდა გადაწყდეს ათენში. ანუ ათენი არის ის ადგილი, სადაც არგოსელი მიკენელი თავს შველის. ზოგადად დრამა ამ მხრივ ძალიან საინტერესოა ხოლმე, იმიტომ რომ
ეს დიდი დრამატურგები ესქილეს, სოფოკლეს და ევრიპიდეს ათენელები არიან და ათენი მუდამ არის ის ადგილი, სადაც სამართალი შეიძლება იპოვო, სადაც შეიძლება შეგიფარონ, სადაც შეიძლება სამართლიანობა უნდა აღდგეს. ამ ხრივა ეს ორესტესის ამბავი, როგორ მიკერინდან მირბიხარ ათენში და ათენის დაინტერესება არგოსით და ათენის და არგოსის მოკავშირეობის იდეა ჩანს ლიტერატურაშიც. მეორე მხრივ ამას პასუხობს სპარტა იმით, რომ ცდილობს უკვე ათენის მომიჯნავე რეგიონებში იპოვოს თავისი დასაყრდენი და ასეთი იდეალური დასაყრდენი არის ბეოტია. ბეოტია არის ატიკა ხო არის ათენის რეგიონი, სადაც ბერძნული სამყაროს ცენტრი. ბეოტია არის ათენიდან ჩრდილო-დასავლეთით. თავარი ბეოტიური ქალაქი ის არის თებე, რომელსაც არასოდეს არ უყვარდა ათენი. ბერძენ-სპარსელთა ომებში თებელების, სპარსელების წინააღმდეგ იყვნენ ხოლმე და სხვათა შორის დრამაში ესეც ძალიან კარგად ჩანს. ბერძნულ დრამაში თები არის ადგილი, სადაც უბედურება, ძალადობა, ყველანაირი უსამართლობა ხდება. აი ოიდიპოსი მაგალითად ძალიან ცნობილი მხატვრული გმირი არის თებეში ემართება ყველაფერი მას რაც ემართება. და შემდეგ სხვა ტრაგედიაში ესეთი ოიდიპოსი კოლონოსში არის ესეთი ტრაგედია, სადაც ოიდიპოსი გაძევებული თებედან დამცირებული ადამიანი თავშესაფარს ასევე ათენში იპოვის. ათენელი თესევსი დაუთმობს მას, მიიღებს ამ დავრდომილ კაცს. მოკლედ ეს არ არის ისტორიული რეალობა, მაგრამ განწყობები ძალიან კარგად ჩანს ხოლმე. ამიტომ ეს 60-იანი 50-იანი წლები ეს არის ცივი ომის ხანა, როცა ათენი იჭრება პელოპონესოსზე და სპარტას ჰეგემონიას ლიდერობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, იმიტომ რომ ძლიერი არგოსი სპარტასთვის დიდი თავის ტკივილია და სპარტა პასუხობს იმით, რომ ბეოტიაში თებეს და სხვა ბეოტიელებთან გადის კონტაქტზე, იმიტომ რომ ათენის პოზიციები ცენტრალურ საბერძნეთშივე შეარყიონ. ანუ ეტაპობრივად იწყება ეს ორი დიდი კოალიციის ორი დიდი გაერთიანების შექმნა და გაძლიერება, ანუ შექმნილი არის, მაგრამ მათი გაძლიერება და ნელ-ნელა ეს კოალიციები, რაც შენ გითხარი, უკვე აღარ არის მათი ძირითადი მიზანი, რომ იყვნენ ანტისპარსულები. ისინი ერთმანეთის წინააღმდეგ უფრო იწყებენ ჩამოყალიბებას, ანუ ეს ცივი ომის განწყობა, რომ ადრე თუ გვიან ომი უნდა დაიწყოს. რეალურ ომის დაწყებამდე 30 წლით ადრე უკვე არსებობს. თუმცა მანდ შემდეგ მოხდა რომ ფორმდება ზავი, პერიკლესის სხვათა შორის მიდის ამ ზავის იდეამდე. ერთი ეს არის კალიასის ძალიან ცნობილი ზავი სპარსელებთან, როდესაც ბერძნები და სპარსელები 30 წლით შეთანხმდნენ, რომ მათ ერთმანეთის გავლენის სფეროებს დაიცავენ და სპარსელები აღარ გადმოვლენ ევროპისკენ და ათენელები ამ დროს ძალიან ბევრი ამბიცია აქვს ათენს. არა მხოლოდ პელოპონესოსზე, ეგვიპტეში ცდილობს აურიოს ეგვიპტეში აჯანყება სპარსელების წინააღმდეგ. იქ კვიპროსზე უჭირავს თვალი და ათენი პირდება რომ თავს დაანებებს და ამ დროს არის მეორე ხელშეკრულება ათენსა და სპარტას შორის. ანუ აი ამ ორმა საზავო ხელშეკრულებამ ეს ომი 20 წლით გადაწია, თორემ აი როგორც ისეთი პირველ მსოფლიო ომს შევადარებდი, ხო? იქ არის რაღაცა ტრიგერი, ფორმალური მიზეზი, საბაბი, რის გამოც ომი იწყება, მაგრამ რეალურად ეს ომის მშენებლობა, ომისთვის სამზადისი 10 წლეულების გარეშე მიმდინარეობს. ზუსტად იგივეა. ანუ ეს არის იდეაში პელოპონესის პირველი ომი. კი ბატონო, შეიძლება ესეც ერქვას. ხო, იმიტომ რომ პელოპონესის პირველი ომი 460-455 წლებში, ხო? არის რომელმაც იდეაში ძალიან გამოფიტა ათენი, იმიტომ რომ ჯერ ახსენე შენ ეგვიპტური ექსპედიცია, რომელმაც გამოიწვია ძალიან მძაფრი რეაქცია და დააჩქარა თან დელოსის ლიგის ათენის იმპერიად გადაქცევა, რაც მერე ბერძნებს არ მოეწონათ. იმიტომ რომ ათენს ჭირდებოდა ამ შემთხვევაში მათზე გავლენა და გამოყენება იმისთვის, რომ ეს ეგვიპტეში ექსპედიცია ჩაეტარებინა. ბევრისთვის ეს ათენის ძლიერების დასასრულიც იყო, ამიტომ გახშირდა აჯანყებები, თუმცა როგორც ცნობილია ათენელებმა სწრაფად ჩაახშეს ეს აჯანყებები და ყველანაირი ზომები მიიღეს, რათა აღარ გამეორებულიყო. ზოგან დემოკრატიული, მათდამი კეთილად განწყობილი მმართველობა დაამყარეს, ზოგან გარნიზონები ჩააყენეს და ათენელი ზედამხედველები დანიშნეს. რა თქმა უნდა, ბერძნების თვალში ეს თავისუფალი ქალაქების უფლებების დარღვევა და ფაქტობრივად დამოუკიდებლობის გაუქმება იყო. ამის შემდეგ ათენელები უფრო უჭერდნენ მარწუხებს, შემოიღეს ათენური ზომაწონის ერთეულები, მონეტები, დახურეს ადგილობრივი ზარაფხანები და წაართვეს მოკავშირეებს დამოუკიდებლობის უკანასკნელი ნიშნებიც. მათ უხდებოდათ ხარკის გადახდაც და გადაუხდელობის შემთხვევაში პასუხისგება უწევდათ ათენში. ათენელები აქტიურად იყენებდნენ სამხედრო ძალას, ზოგჯერ ართმევდნენ მიწებს, ერთ პოლის, აძლევდნენ მეორეს, ან უქვემდებარებდნენ მოკავშირის ან საკუთარ კოლონიას. შესაბამისად, აი ეს, რა თქმა უნდა, ალბათ გავლენას მოახდენდა.
შემდგომში ათენისადმი დამოკიდებულებაში ზოგადად ბერძნული სამყაროსი. იმიტომ რომ ლიგიდან იმპერიამდე გარდაქმნა 454-53 წლებში დაკავშირებული იყო საერთო ხაზინის დელოსიდან ათენის აკროპოლიში გადატანასთანაც. ფორმალურად ამას იმით ხსნიდნენ, ხო, რომ სპარსელებს შეიძლება გამოეგზავნა ფლოტი ეგეოსის ზღვაში. განსაკუთრებით აი ეგვიპტეში ჩავარდნილი ექსპედიციის მერე, რომ ასევე სპარტასთან ომის საფრთხეც რეალური ხდებოდა და ნუ შეიძლებოდა ათენში უფრო დაცული ყოფილიყო ეს ყველაფერი. ჩვენ არ ვიცით რა ეს შიში რეალური იყო, თუ უბრალოდ მიზეზს წარმოადგენდა, მაგრამ ათენელებს დრო არ დაუკარგავთ და თავიანთი გავლენა და სამხედრო ძლიერება გამოიყენეს ხაზინის ათენში გადასატანად. ნუ ამ დროიდან პელოპონესის ომის მიწურულამდე ათენელები მოკავშირეთაგან ხაზინისთვის გაღებული ოქროდან ნაწილს იღებდნენ, როგორც ქალღმერთ ათენას, ქალაქისა და უკვე მთელი ლიგის ფარველი შესაწირს და მათ შეეძლოთ ქალღმერთის წილი თავიანთი სურვილის მიხედვით გამოეყენებინათ. თუმცა ეს ლიგის უშუალო ინტერესებში უნებრივია არ ყოფილა. ასეთი მნიშვნელოვანი და რადიკალური ცვლილებების შედეგად ნებაყოფლობითი ლიგის იმპერიად გადაქცევა ძველ ბერძნულ სამყაროს უნდა განესაჯა. ბევრი თვალსაჩინო ხა ბერძნები გავდნენ სხვა ძველ ხალხებს, ძალაუფლების იმპერიის დაპყრობისა და მათი მოტანილი სარგებლის მიმართ დამოკიდებულებით. ისინი განხილავდნენ სოფლიოს როგორც გამუდმებულ ბრძოლას გამარჯვებისა და ჰეგემონიისათვის, რასაც მოქონდა პატივი და დიდება და წარმოადგენდა უმაღლეს მიზანს, როდესაც მარცხი ნიშნავდა სირცხვილს. მას შემდეგ რაც არისტოკრატი გმირების სამყარო, ქალაქ-სახელმწიფოების სამყარომ შეცვალა, აი ჩვენ ვსაუბრობდით, ხო, ჰომეროსული პერიოდის თავიდან და ის იცვლება უკვე შემდგომში ქალაქ-სახელმწიფოების სამყაროთი, ცალკეული ინდივიდების, სახლეულებისა თუ კლანების დაპირისპირება უკვე ქალაქების ომად იყო გადაქცეული. თუ კი დიდეს მიხედვით ათენელები მელოსელებთან დიალოგში აქვს მას ესეთი ისა, ხო, მონაკვეთი, იქ აღნიშნავს ამ მელოსელებთან დიალოგში, რომ როგორც ღმერთებისთვის, ისე ადამიანებისთვის ბუნებრივია მართონ, როცა შესაბამისი ძალაუფლება აქვთო. ზოგადად ეს მელოსელებთან დიალოგი ალბათ უნდა აღნიშნოთ, ხო? ეს ძალიან ტრაგიკული ფურცელი, ეს კარგი რაღაცა თქვი ხა, ჯერ კიდევ არ ჩანს ეს შემაწუხებლად ათენის დომინაცია, მაგრამ ის რაც პირველ ეტაპზე, ანუ პოლიტიკური ფორმებით ხორციელდებოდა, ანუ იყო ის, რომ ათენს აქვს სრული პოლიტიკური ეკონომიკური კონტროლი, თუმცა პერიკლესი ამას ასე ხსნიდა, რომ თქვენ დაცულები ხართ ათენური იარაღით, ათენური გემებით, ათენური ხომალდებით და ეხლა ამას თქვენ ამ ფულს იხდით დაცულობაში და ამ დაცულობისთვის გადახდილ ფულს ჩვენ როგორც ამ დაცვის გარანტები როგორ გამოვიყენებთ, ეს უკვე ჩვენი საქმეა. ამ პერიოდში ეს არის ძალიან წინააღმდეგობრივი პერიოდი ათენისთვის, იმიტომ რომ ერთი მხრივ ეს არის დიდების ხანა, ეს არის პერიოდი, როდესაც აი ამ მოკავშირეებისგან წამოღებული ფულით მაგალითად აშენდა პართენონი, აკროპოლისი, პართენონის ტაძარი. პერიკლეს აქვს ძალიან საინტერესო პოლიტიკა, ის როდესაც კიმონს ებრძვის, ეს არის ძალიან არათანაბარი ბრძოლა. კიმონი არის ძალიან შეძლებული კაცი და ამ დემოკრატიულ სისტემაში კიმონს შეუძლია თავისი კლიენტურა შექმნას, ანუ თავისი ფულით, გავლენებით და კონტაქტებით და თან რამდენიმე თაობიანი შეძლება აქვს კიმონის ოჯახს. და თან ახლა ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ათენის მოსახლეობა ხმის უფლების მქონე მოქალაქეებს გულისხმობს. არ არის რაღაც 100,000-იანი და მილიონიანი ქალაქი, ხო? ეს რამდენიმე ათას ადამიანს გულისხმობს. ანუ კიმონის ოჯახის კონტაქტები და მისი შეძლება, რითიც ის ძალიან ბევრ ფულს ხარჯავდა მოქმედებაში მას კარგ მდგომარეობაში აყენებდა პერიკლესთან პოლიტიკური ბრძოლის დროს. ამიტომ პერიკლესი იწყებს ასე რომ ვთქვათ სოციალურ პოპულიზმს, ის არის პირველი, რომელიც იღებს იმ ტიპის კანონებს, რომ სახელმწიფო სახსრების გამოყენება შეუძლია ერთი მხრივ სოციალური საჭიროებებისთვის და თვითონ ძალიან ასკეტი კაცი იყო, პლუტარქი ამბობს, რომ მთელი მისი ცხოვრების მანძილზეო ერთხელ იყო სადილად ნამყოფი სტუმრათო, სულ მუდამ ამ პოლიტიკურ საზოგადოებრივ საქმიანობაში იყო ჩართული, მაგრამ მეორე მხრივ ის აი ამ სახელმწიფო სახსრებს იყენებს იმისთვის, რომ მოქალაქეები მისადმი სასიკეთოდ განეწყოს. აქედან ეს თუ კიდე ის ძალიან ცნობილი იდეა, რომ საქმით ეს იყო დემოკრატია, სიტყვით ეს იყო დემოკრატია, მაგრამ საქმით ერთი კაცის მმართველობა. შესაბამისად, პერიკლესი მუდამ კი სისტემა არის დემოკრატიული, მაგრამ პერიკლესი მუდამ ახერხებს, რომ მოქალაქეები მისადმი განაწყოს და აი ამ დემოკრატიულ პროცესში, არჩევნებში, ხმის მიცემაში მას ჰქონდეს სათავისო ხმები. ამას აკეთებს რითი? ამას აკეთებს იმით, რომ პოპულიზმში და შემდეგ ათენს ძალიან რთულად და ცუდად მიუბრუნდება ეს პოპულიზმის კულტურა და ზოგადად დღესაც ჩვენ ხედავთ სამწუხაროდ
როგორ შეიძლება პოპულიზმი იქცეს დემოკრატიისთვის ძალიან მძიმე სენად, მძიმე განაჩენად, როგორ შეიძლება აი სისტემის სრულად ატროფია განაპირობოს და პერიკლესი ამ რისკებს აზღვევს, ანუ ის არის ძალიან გონიერი მართველი, ყველა კმაყოფილია იმით, რომ საქსრები და მათ შორის ეს მოკავშირეებისგან წამოღებული ფული იხარჯება ქალაქისთვის, მიდის განაშენიანება, ახალ კადრებს აშენებენ, ძალიან ბევრი ფული რიგდება სოციალური საჭიროებებისთვის, მაგალითად ესეთი სახალხო სადილები, აგორა კეთილმოეწყო, ანუ ერთი მხრივ ათენისთვის ეს ბედნიერი ხანა არის. იმიტომ რომ მისი ძლიერების, მისი აყვავების პიკი სწორედ რო პერიკლესის ხანას უკავშირდება. თუმცა მეორე მხრივ იწყება ის ძალიან სახიფათო პროცესი, რაც შენ ასე გითხარი უკვე, ეს არის ათენის გარდაქმნა დემოკრატიულ იმპერიად. და ეს სიტყვა დემოკრატიულ იმპერია საინტერესოა, იმიტომ რომ თვითონ ათენი იწყებს თავის მოკავშირე პოლისებში დემოკრატიის ძალით დამყარებას. ანუ ათენის სპარტას კონფლიქტი სანამ ღია ომამდე გადავა, ეს არის პოლიტიკური კონფლიქტი. სპარტა ყველგან მხარს უწყობს აი ამ არისტოკრატულ ოლიგარქიულ სისტემას. ამ ტიპის რეჟიმებს ენდობა და მისი გავლენის არეალში ცდილობს რომ დემოკრატია არ დაუშვას და ათენი თავისი მხრივ სწორედაც რომ დემოკრატიულ სისტემას უჭერს მხარს და მთელი საბერძნეთის მასშტაბით თვითონ ერევა სხვადასხვა პოლისების შიდა საქმეში, იმიტომ რომ იქ დემოკრატიული სისტემის სიმტკიცე უზრუნველყოფს. და კიდევ ერთი ფაქტორი ეს არის კლერუხების პრაქტიკა, ანუ ათენი ასახლებს თავის გაჭირვებულ მოქალაქეებს სხვა პოლისებში. ეს არის მისი დასაყრდენი, თუმცა აი ამ პოლისის სოციალური ბალანსისთვის ძალიან სახიფათოა, იმიტომ რომ ბერძნული პოლისი ეს არის შეიძლება იყოს თანამედროვე გაგებით დიდი სოფელი. ანუ რამდენიმე ასეული, რამდენიმე ათასეული კაცი შეიძლება ცხოვრობდეს. შესაბამისად, იქ მიწის ფონდი არის ძალიან შეზღუდული. მოქალაქე შენ მაშინ ხარ, როცა შენი მიწა გაქვს. და იქ როგორც კი ჩდება უცხო ელემენტი, თუნდაც 200-300 კაცი კლერუხი ათენიდან გადმოსახლებული, ეს აი ამ პოლიტიკურ და სოციალურ ბალანსს პოლისის შიგნით ძალიან არღვევს. ანუ ათენი პრინციპში 20-30 წლის განმავლობაში იქცა უკვე აი ამ გარანტიდან, ლიდერიდან ნელ-ნელა პრობლემად. აი მელოსის ამბავი რაც ახსენე, ეს უკვე ომის დაწყების პერიოდში ჩდება, როდესაც ომმა გრადუსი დაძაბულობა აწია და ათენს არა მხოლოდ ათენს სპარტელებიც სწოდავდნენ ამით, უწევთ სხვა ბერძნული პოლისების წინააღმდეგ ძალიან ბრუტალურად მოქცევას. მელოსის მთელი მოსახლეობა მაგალითად დახოცეს, ტყვე დაიყვანეს, იქამდე მელოსამდე ეს ემართებათ მაგალითად კუნძულ ლესბოსზე მიტილენეს მოსახლეობას. ანუ ბერძნები იწყებენ ბერძნების ხოცვას, რაც ეხლა ძალიან რო გავამარტივოთ, რაც ასევე ნეგატიურად აღიქმება ამ ათენის იმიჯზე. კი ბატონო, მეც უბრალოდ მაგას საღნიშნავდი, ხო? ეს მელოსელებთან დიალოგი თუ კი დიდეს ძალიან ცნობილი პასაჟი კლასიკური სამყაროს ეგრეთ წოდებული რეალ პოლიტიკის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშადაც ითვლება, ხო? ეს არის ათენის იმპერიის მორალურად ძალზე პრობლემური საკითხის დრამატული წარმოდგენა. ათენელთა ეს მკაცრი გადაწყვეტილება გამოიწვია მელოსელთა განცხადებამ, რომ ღმერთები მათ მხარეს იქნებოდნენ, რადგან ათენელები ნეიტრალური პოლისის მიმართ უსამართლოდ იქცეოდნენ. ამან ბერძნებზე განსაკუთრებულად იმოქმედა. ბერძნები შორს იყვნენ ძალაუფლებისა და მისგან მოტანილი უსაფრთხოებისა და სიდიადის თანამედროვე განსჯისგან, მაგრამ მათივე ისტორიული გამოცდილება სხვა ძველი ცივილიზაციებისაგან განსხვავდებოდა. მათი კულტურა წარმოიშვა არა დიდ იმპერიათა წიაღში, არამედ მცირე ავტონომიური დამოუკიდებელი პოლისებისა, ამიტომაც ასეთ გარემოში თავისუფლება ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა იყო. მოქალაქეები თავისუფლები უნდა ყოფილიყვნენ, შეედგინათ საკუთარი კანონები, დაეცვათ წესები და ტრადიციები, ქონოდათ დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა, დაპირისპირებოდნენ სხვებს დიდებისა და ძლიერებისათვის. ბერძნებს ასევე შეერუდათ, რომ თავისუფალი ავტონომიური პოლისი უფრო დიდებული იყო, ვიდრე მსოფლიოს უძლიერესი იმპერიები. ძველი საერთოს მე-6 საუკუნის ბერძენი პოეტი ფოკილიდესის მიხედვით მაღლობზე აგებული, მოწესრიგებული პატარა პოლისი უფრო დიადია, ვიდრე ხისთავა ნინევია, ასეთი აქვს ტექსტი. აქედან გამომდინარე, აშკარად ჩანს, რამდენად მიუღებელი და წინააღმდეგობრივი იყო ბერძნებისთვის ათენის ესეთი გაძლიერება და იმპერიად ჩამოყალიბება. ეს კი თავის მხრივ მიუხედავად ომის არიდების მცდელობებისა, მაინც გადაიზარდა პელოპონესის ომში, რომელსაც როგორც ათენის, ისე დანარჩენი ბერძნული სამყაროს ძლიერება შეეწირა პრინციპში.
სპარტაში. აქვე ჩდება სამართლიანი კითხვა, თუ ათენი ლიდერობდა დელოსის ლიგას და ქმნიდა თავის იმპერიას, ხომ შეიძლება იგივე კონტექსტში განვიხილოთ მისი მთავარი მოწინააღმდეგე, მილიტარისტული ქალაქსახელმწიფო სპარტა. მართალია სპარტა დომინირებდა პელოპონესის ნახევარკუნძულზე და თავის დროზე მეზობელი მესენიელების დაიპყრო, ძალიან შესანიშნავი ნაწარმოებია ეს მესენიელებთან ომი სპარტისა, ძალიან მიყვარს და ბავშვობაში ამის კითხვა ხოლმე, ან ძალკე წიგნი იყო, ორი ესეთი ტექსტი შედიოდა, ერთი იყო კიროსის ბავშვობაზე და მერე აღზევებაზე სპარსეთში და მეორე იყო ხოლმე მესენური ომები. ძალიან მიყვარდა ხოლმე ამ მესენური ომების კითხვა, ხო? ძალიან მესენიელების მხარეს ვიყავი ხოლმე ყოველთვის, რომ იმედი მქონდა, რომ ბოლო-ბოლო ამ სპარტას მოიშორებდნენ თავიდან და ყოველთვის გულშემატკივრობდნენ ხოლმე სპარტასთან ომში, მაგრამ ნუ ასე ზალა აღმარცხნავდა მოკლედ. ხო, ანუ მესენიელების დაიპყრეს და ის არ იყო დიდი საზღვაო ძალა სპარტა, არც ფართო კოლონიზაციის მისდევდა და ხმელეთზეც თავის სამხედრო ძალაზე დაყრდნობით გავლენა ჰქონდა მხოლოდ მეზობელ პოლისებზე. ათენის შესაძლებლობები და ამბიციები უფრო შორს მიმავალი იყო სპარტასთან შედარებით და ამ ძლავრი საზღვაო პოლისის გავლენაც მოკლე დროში ისე სწრაფად გაიზარდა, სპარტის ჰეგემონია დადგა უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ ამის შემდეგ, ხო? ხო, ეს არგოსის შემთხვევა მაგიტომ არის მნიშვნელოვანი და მან არის მე საინტერესო, რომ ეს ათენის მზარდმა მადამ 30-იან წლებში უკვე ომის დაწყების წინ, ანუ პირველ მსოფლიო ომს შევადარეთ და ძალიან გავს მართლა, იმიტომ რომ ფორმალური ომის დაწყების მიზეზი ერთია და უკან მიმდინარე პროცესი, მთელი კონფლიქტები, ეს გეოპოლიტიკური შეუთავსებლობა, ეს არის რეალური მიზეზი, რატომ იქცა ლოკალური კონფლიქტი უდიდეს ომად, რომელმაც შეიწირა კიდეც მთელი ბერძნული სამყარო 27 წელი გრძელდება ეს ომი. გადაიკიდა კორინთოსი ათენმა. კორინთოსი ასევე ათენის ბუნებრივი კონკურენტია, იმიტომ რომ ეს არის აი ისთმოსის ყელი რო ვახსენე, წვრილი ზოლი, რომელიც ცენტრალურ საბერძნეთს აერთებს სამხრეთ საბერძნეთის დიდ ნახევარკუნძულს პელოპონესოს. ანუ ათენსა და სპარტას შორის მდებარეობს კორინთოსი. კორინთოსი მდებარეობს აი წვრილ ყელზე და ვიცი და იმედი მაქვს რომ ამას რუკაზე აჩვენებ და საზღვაო ვაჭრობის კუთხით ეს არის ყველაზე უფრო კარგად ხელსაყრელ ადგილას მდებარე პოლისი, იმიტომ რომ კორინთოსით გადის ეს ბერძნული ვაჭრობა. შესაბამისად კორინთოსისთვის მზარდი ათენი პრობლემაა, ხა კორინთოსი არ არის დამოუკიდებლად ათენის კონკურენტი, მაგრამ არც იმდენად პატარაა, რომ ათენს უპრობლემოდ და ურმოჭულად დაემორჩილოს და ათენის შესვლა კორინთოსის წყლებში და იქ არის მეგარა ასევე ძალიან პატარა პოლისი, რომელიც კორინთოს პრეტენზია აქვს, რომ ისი გავლენის არეალია. და ათენის მიახლოება კორინთოსთან და ეს მეგარის კონფლიქტი კორინთოსელებს სხვა გზას აღარ უტოვებს, რომ დასახმარებლად სპარტელებს თხოვონ. ანუ ისევ და ისევ კორინთოს იმის ამბიცია აქვს, რომ ათენს არ დამორჩილდეს, თუმცა ხვდება, რომ ეს დამოუკიდებლად არ გამოვა. ამიტომ 431 წელს აი ეს მთელი 10 წლეულების განმავლობაში მიმდინარე ნაწილობრივ სამხედრო, ნაწილობრივ ცივი, ნაწილობრივ პოლიტიკური კონფლიქტი გადაიზარდა დიდ ომში, რომელიც ისევ და ისევ პირველი მსოფლიო ომის არ იყოს, არავის ეგონა რომ ამდენი ხანი გაგრძელდებოდა. ყველას მოლოდინში ეს უფრო მარტივი და ლოკალური კონფლიქტი უნდა ყოფილიყო. კი, არქიდამოსის ომი რო დავიწყოთ, ხო? ათენსა და სპარტას შორის ომი ერთ დღეში ხო არ დაწყებულა, ჩვენ დიდი შესავალი გავაკეთეთ. ბერძენ-სპარსელთა ომების დასრულების შემდეგ ნენერა ლოგიკურად მოვიდა, ხო, აქამდე ათენის იმპერიის დასა და მათდამი როგორც პელოპონესის ლიგის, ისე ყოფილი მოკავშირეების უარყოფითად განწყობისა და შიშის გამო. ფორმალური მიზეზი, აი ამ პირველი შეტაკებისა გახდა ქალაქ ეპიდამნოსში მიმდინარე მოვლენები. ეს ქალაქი დაარსებული იყო წელიწადში 627 წელს ილირიაში კორინთელმა და კორკირელმა კოლონისტებმა დაარსეს. არისტოტელეს პოლიტიკის მიხედვით ეპიდამნოსი ოლიგარქიული სახელმწიფო იყო, რომელიც მმართველს ირჩევდა, ვაჭრებსა და ხელოსნებს არ ჰქონდათ პოლიტიკური უფლებები, სანამ შედარებით დემოკრატიული მმართველობა არ დამყარდა. განდევნილმა ოლიგარქებმა კორკირელებს დახმარება სთხოვეს და დემოკრატებმა კორინთელებს სთხოვეს დახმარება, რამაც გამოიწვია მათ შორის დაპირისპირება, ანუ კორკირასა და კორინთოს შორის. კორინთოს სპარტის მოკავშირე იყო, როგორც კი სპარტა ჩაერია კონფლიქტის მოსაგვარებელ მოლაპარაკებებში, კორკირელებმა მიზანში ამოიღეს ეპიდამნოსი და საზღვაო ბრძოლის შემდეგ ხელთ ჩაიგდეს ეს ქალაქი. კორინთელებმა უკან დაიხიეს, ფლოტის აღდგენა და სამაგიროს გადასახდელად მომზადება დაიწყეს.
და უკვე ძველ საერთოს 433 წლისთვის დაძაბულობა გაიზარდა, კორკირელებმა ათენს თხოვეს უკვე დახმარება, რადგან როგორც ჩანს, სპარტასთან ომი გარდაუვალი იყო და ათენს სჭირდებოდა ალიანსი კორკირასთან, რათა თავისი თავი დაეცვა. ათენის ხელმძღვანელობაში აზთა სხვადასხვაობა გაჩნდა ამ საკითხზე, მაგრამ პერიკლემ წამოაყენა კორკირასთან თავდაცვითი ალიანსის იდეა და მცირერიცხოვანი ფლოტიც გაგზავნა კორინთელთაგან დასაცავად. მხარეები ერთმანეთს შეხვდნენ სიბოტის ბრძოლაში, რომელშიც კორინთელებმა შეტევა დაიწყეს სპარტელების დახმარების გარეშე, მაგრამ ათენელთა ხომალდების დანახვაზე უკან დაიხიეს. ათენელები დარწმუნდნენ, რომ კორინთოსთან ომი მოუწევდათ და დაიწყეს თავიანთი პოზიციების გამაგრება, რათა სათანადოდ დახვედროდნენ მოწინააღმდეგეს. სპარტელებს შესაძლოა არ უნდათ ომში უშუალოდ ჩარევა, მაგრამ კორინთელებმა დაარწმუნეს ამაში. სპარტის სხვა მოკავშირეები ამ გადაწყვეტილებით საკმაოდ უკმაყოფილოები იყვნენ. წელიწადი გავიდა, სანამ სპარტა შეტევაზე გადავიდოდა და ამ დროისთვის 3 ელჩობა გაიგზავნა ათენში ომის თავიდან ასარიდებლად. მათ შორის კორინთოსისთვის წამგებიანი წინადადებებითაც, მაგრამ პერიკლეს სხვა პოზიცია ეჭირა, ამიტომაც ათენელებმა მშვიდობა უარყვეს. კონფლიქტის პირველი 10 წელი ცნობილია როგორც არქიდამოსის ომი. ეს მიმდინარეობდა ძველ საერთოს 421-421 წლებში, ამ თარიღებს სპეციალურად ვამბობ, იმიტომ რომ მსმენელები ზოგჯერ გვეუბნებიან ხოლმე, რომ ხანდახან თარიღები ჩაურთეთ, რომ აი ქრონოლოგიაში არ დავიკარგოთ. სპარტის მეფის სახელი არის არქიდამოსი და მის მიხედვით ეწოდა ეს სახელწოდება კონფლიქტის პირველ 10 წელს. სპარტა ომის ამ ეტაპზე თავის ამოცანად აცხადებდა ბერძენთა თავისუფლებას, ათენელთა ბატონობისაგან დახსნას, მისი სამხედრო და პოლიტიკური ძლიერების დანგრევით. სპარტელთა ჯარმა ალყა შემოარტყა ათენს, ააოხრა შემოგარენი, თუმცა პერიკლე არ აპირებდა ხმელეთზე მათთან დაპირისპირებას. სანაცვლოდ ის საზღვაო ძალებით აწყობდა სამხედრო კამპანიებს. მაგალითად, ძველ საერთოს 430 წლისთვის ათენში უკვე მძიმე მდგომარეობა იყო ჭირის ეპიდემიის გამო. აი ეს ძალიან საინტერესო ეპიზოდია, ხო, ჭირის ეპიდემია ათენში. რამაც ათენის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი შეიწირა, მათ შორის თვითონ პერიკლეც. ამალთან მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა ათენის მმართველობას და მიუხედავად ამ ათენელთა გასაჭირისა, საინტერესო იცი რა არის კიდე აქ, რომ ათენელები ასეთ მდგომარეობაში არიან, ჭირი აქვთ ქალაქში. სპარტელები მაინც ვერ აღწევენ დიდ წარმატებას და საბერძნეთის დასავლეთ ნაწილსა და ზღვაზე პირიქით მძიმე ზარალს განიცდიან ისინიც. ამიტომ ძველ საერთოს 421 წელს ათენელი სარდლის ნიკიასის მეცადინეობით გაფორმდა ეგრეთ წოდებული ნიკიასის ზავი. თუმცა მშვიდობა არც ისე ხანგრძლივი გამოდგა და მიმდინარე მოვლენებმა რამდენიმე წელში ძველი საბერძნეთის ორი უძლიერესი პოლისი კვლავ დააპირისპირა ერთმანეთს. აი ათენის ჭირთან დაკავშირებით რა სიტყვოდი? ეს ძალიან საინტერესო მოვლენაა. ჯერ ისეთი ის რომ რა დაავადებაა საერთოდ, იმიტომ რომ ჭირი ადრე ძალიან ბევრ რაღაცა შეიძლება უწოდოთ. აი მაგალითად იგივე ანტონინუსების ჭირს რომ უწოდებენ ხოლმე, შავი ჭირი არ იყო არც ის, რაღაც დაავადება იყო, ხო, მაშინდელი ყვავილი იყო ან რაღაცა. ეს არ ვიცით ათენში ზუსტად რომელი არის გავრცელებული ამ პერიოდში, ან საიდან მოვიდა და მართლაც რამდენად დიდი იყო მისგან ზარალი. რამდენიმე რაღაცა შეეხედა, მოდი ახლა მკითხველს თავიდან სანამ ჭირამდე მივალთ და ჭირს განვიხილავთ. ზოგადად სტრატეგიულ დონეზე ავუხსნათ რა ტიპის ომია და რატო გაიწელა. ანუ ორივე მხარეს აქვს თავისი ძალიან მკვეთრად გამოხატული ძლიერი სამხედრო მხარე, ძლიერი სამხედრო ასპექტი. სპარტას სამხედრო ძალები პელოპონესოსის კავშირი, სპარტა და მისი მოკავშირეები არის დაახლოებით 40,000 ჰოპლიტამდე, რაც არის ძალიან დიდი რიცხვი ბერძნული სამყაროსთვის. ათენს სახმელეთო ძალა, ეს ძველი ისტორიის შემთხვევაში რიცხვებზე საუბარი ცოტა სახიფათოა ხოლმე, მაგრამ მიახლოებით მაინც ძალთა ბალანსს განსაზღვრავს, არის მასზე დაახლოებით 2.5-ჯერ ნაკლები. სადღაც 15,000-ის ფარგლებში, თუმცა ათენი არის აბსოლუტური დომინანტი ზღვაზე, აკონტროლებს საზღვაო ვაჭრობას, აკონტროლებს ლოჯისტიკას და ათენური გემები მთელს აღმოსავლეთ შავი ზღვისპირეთში არიან დომინანტურ პოზიციაში. ანუ ათენს შეუძლია სპარტა მოაქციოს ფაქტობრივ ბლოკადაში. შესაბამისად ხდება ისე, რომ აი ორივე მხარის ძლიერი წერტილი, ძლიერი მხარე ერთმანეთს ანეიტრალებს თითქოს, ანუ არც ერთს არ შეუძლია, რომ მოწინააღმდეგეს მისი ძლიერი კარტები გამოართვას ხელით. ამიტომ არის არქიდამასი რო ახსენე მაგალითად ყოველ წელს ეს ხმის თავს, ანუ სპარტელები სახმელეთო გზით ყოველ წელს მოდიან ატიკაში, მაგრამ ათენს აქვს ეს ძლიერი თემისტოკლესის მიერ დაწყებული კედლები. ეს კედელი არ არის მხოლოდ ქალაქი, ეს არის რეალურად მთელი ათენი და მისი მომიჯნავე მიწები და რაც მთავარი ათენის ნავსადგურით უკავშირდება ათენი გარე სამყაროს, არის დაცული კედლებით. ანუ არქიდამასი ყოველ წელს, სპარტელები ყოველ წელს ლაშქრობენ
მიდიან ქალაქის კედლებამდე, თუმცა პერიკლესის ტაქტიკა იმას გულისხმობს, რომ არც ერთ შემთხვევაში სპარტელებს ღია ბრძოლაში არ უნდა დაუპირისპირდნენ. ამიტომ არის რეალურად სტატიკური გამოფიტვის ომამდე მივედით, როცა ერთი მხრივ ათენური გემები ზღვაზე ბატონობენ და სპარტა ფაქტობრივ ბლოკადაში ყავთ. მეორე მხრივ მთელი ეს ქალაქი ათენი შეკეტილია შიგნით და ჩვენ როცა ვამბობთ პოლისი ეს არ არის მხოლოდ ქალაქი, მხოლოდ ურბანული ნაწილი ქალაქისა, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია. პოლისი ეს არის ქალაქი მასთან მდებარე აგრარული მიწებით. ეს მიწები შეიძლება საკმაოდ დიდი, ამერიკულ ქალაქებს აქვთ ხოლმე ქალაქი და არეა მის გარშემო რაც არის, ხო? რაღაც ლოს-ანჯელესი და ლოს-ანჯელესის არეა. ახლობით ეგეთი აგებულება აქვს პოლისს. ანუ ათენს მოუწია მთელი აი ამ პოლისის გარე აგრარული სექტორის ევაკუაცია და ქალაქის კედლებს შიგნით შეყვანა. ანუ რა მოხდა, რომ საქონელი ადამიანები ყველაფერი ერთად აიზიდნენ, ერთად ცხოვრობენ. ერთი მხრივ ეს არის დაცულობას განაპირობებს, რომ სპარტელები ვერაფერს ვერ უშვებიან. მეორე მხრივ ხდება ის, რომ როცა სპარტელები ზაფხულის სეზონში ლაშქრობენ ხოლმე ათენთან, მთელი ეს მიწები, რომლებიც მათ ქალაქის კედლებს გარეშთ, კედლებს მიღმარჩება, ისინი ანადგურებენ ამ მიწებს, მაგალითად სცენარეულ საფარს ანადგურებენ, წვავენ, ვენახებს და სხვადასხვა აი ამ მოსავალს ანადგურებენ ისე, რომ მას შემდეგ რაც სპარტელები წავlen ათენელებს, როცა გამოვლენ ქალაქის კედლებიდან, არაფერი არ დარჩეთ. მათ სახლებს ანადგურებენ და სპობენ. ძალიან საინტერესოა ესეთი დრამა, კომედია აქვს არისტოფანეს აქარნელები ქვია. როცა აქარნელების ქორო და აქარნია იყო ერთ-ერთი ქალაქ გარეთა, ანუ თვითონ ათენის გარეთა მდებარე რაიონი და აქარნელების ქოროს, მოკლედ აქარნელებს ძალიან უნდათ ომში ჩაერთნენ. ისინი უკმაყოფილოები არიან ამ ქალაქში შეკეტვის სტრატეგიით. იმიტომ რომ აქარნია მდებარეობს ქალაქის კედლებს მიღმა, მის გარეთ და სპარტელების ყველა თავდასხმა ძალიან ძიმე დაისახება მათი, ანუ მათი სახლკარი, მათი მიწა, მათი მოსავალი ყველაფერი ნადგურება სპარსელების თავდასხმის გამო. შესაბამისად, ეს სტრატეგია, რომ ჩვენ არ გებრძვით ხმელეთზე, შეკეტილები ვართ და რამდენიც გინდა ილაშქრე, თუმცა ეს არის ძალიან ძიმე ეკონომიკურად და სოციალურად ათენისთვის. მეორე მხრივ, შენ ფაქტობრივ ბლოკადაში ხარ და სპარტასთვისაც ძალიან ძიმეა, ანუ ორივე მხარე ფიტავს ერთმანეთს და ანადგურებს და აი ამ გამოფიტვის და განადგურების რეჟიმის და სტრატეგიის მთავარი ამბავი იყო, რაც შენ გითხარ, აი ეს შიგნით შეკეტილი, ძალიან ვიწრობებში, ანტისანიტარიის პირობებში მყოფი ათენში გავრცელდა ჭირი, რომელიც აღმოსავლეთიდან ან სამხრეთ-აღმოსავლეთიდან მოვიდა, მაგალითად ლიბიიდან ან ეგვიპტიდან წამოსულ ხომალდებს აბრალებდნენ. ქალაქის მოსახლეობის დაახლოებით 1/13 შეიწირა. სადღაც 8-9 დღე გრძელდებოდაო და მერვე მე-9 დღეს ჰქონდა ფატალური შედეგი. თან იყო ისიც, რომ ერთხელ თუ დაგემართა, მეორეჯერ აღარ გემართებოდა, ანუ რაღაცა ტიპის იმუნიტეტს ექვემდებარებოდა. პერიკლესის პოპულარობა ძალიან დააგდო ამ ამბავმა, იმიტომ რომ ყველა აბრალებდა პერიკლეს და მის პასიურ სტრატეგიას, აი ამ გაძლების, გამოფიტვის, შეკეტვის ომი იყო პერიკლესის იდეა და ამ ჭირის გამო განსაკუთრებით უკმაყოფილებას იწვევდა ათენელებში. თვითონ პერიკლეს შვილები დაეხოცა, შემდეგ თვითონაც გარდაიცვალა ამით. ეს ჭირი თან რამდენიმე ტალღად გრძელდება და ხა შენ თავარ კითხვას რო უპასუხო, მისი აღწერილობით რამდენიმე მოსაზრება რა შეიძლება ყოფილიყო. ერთი მოსაზრებაა, რომ შეიძლება ყოფილიყო 2 ან 3 სხვადასხვა დაავადება, იმიტომ რომ 3 სხვადასხვა ტალღა ჰქონდა. მაგალითად პერიკლესი ბოლო ტალღას შეეწირა და აი ამ ანტისანიტარიან და მთელი აი ამ ატიკის მოსახლეობის ქალაქის კედლებში შეკეტვამ ხელი შეუწყო სხვადასხვა დაავადებების გაუქმებას. ყველაზე მეტად მიღებულია, რომ შეიძლება ყოფილიყო ტიფი. აი განსხვავებით კიპრიანის ან ანტონინუსების ჭირისგან, სადაც უფრო მეტი ვიცით და უფრო კონკრეტული ვერსიებია, იქაც არ არის ერთბაშად რო ერთი ვერსია და შეთანხმებულები ვიყოთ, რომ გინდა თუ არა ეს არის, მაგრამ აღწერილობიდან გამომდინარე, ყველაზე ხშირად ფიქრობენ ხოლმე, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო ტიფი, არის რაღაცა ებოლას ან ებოლას ტიფის ვირუსზეც საუბარი, ბუბონურ ჭირზეც არის მე შავი სიკვდილი რაც არის, ესეც არის ერთ-ერთი ვერსია, შეიძლება იყოს რაღაცა ვირუსული დაავადება, რომელიც ზუსტად
არც ვიცით დღეს, მაგრამ აი მე რაც წამიკითხავს და ბევრი სხვადასხვა ვერსიაა ხოლმე, ყველაზე მეტად ფიქრობენ, რომ ეს უნდა ყოფილიყო ტიპი. სხვადასხვა რომშიც ამ პერიოდში, დაახლოებით ამ პერიოდში, ტიტუს ლივიუსი ხა არ არის ყველაზე სანდოწყარო, მაგრამ გადმოგცემს ჭირის შესახებ. ანუ ჭირი არ იყო მხოლოდ ათენში, ეს იყო მთელ აღმოსავლეთ შავი ზღვისპირეთში. შემოვიდა აფრიკიდან, გემებმა პირეოსის პორტში შემოიტანეს, თავიდან ამბობდნენ, რომ ეთიოპიაში, ეგვიპტეში და ლიბიაში დაიწყო, თუმცა ათენში აი ამ შიგნითა შეკეტილობამ და უკიდურესმა სიმჭიდროვემ და ალყის ფაქტორმა, რომ ვერ გამოდიხარ, ხელი შეუწყო, რომ ეს პანდემია, ეპიდემია განსაკუთრებით დამანგრეველი იყო და განსაკუთრებით მძიმე დაისახა. თუ კიდევ აღწერს კიდეც, რომ ისეთი სოციალური ნგრევა განაპირობაო, რომ გლამების აკრძალვას ვეღარ აუდიოდითო და ხალხი უკვე ისეთი აპათიური გახდა, რომ აი ეს მიცვალებულები ქუჩებში რო იყვნენ, მათი მიწისთვის მიბარება, მათი დაკრძალვაც კი აღარ იყო უკვე ესეთი დიდი პრობლემა, უბრალოდ ტოვებდნენ უბრალოდ გარდაცვლილ ადამიანებს. ანუ სოციალური წესრიგი სრულად მოიშალა ათენში, რაც ძალიან დიდი პრობლემა იყო. ხო, და უცნაური არის, რომ მიუხედავად ამისა, რომ ასეთ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ათენი, მაინც ეს პირველი ეტაპი რაღაცნაირად ომისა, ეს არქიდამოსის ომი რაღაცად ყაიმით დამთავრდა. თქოს მხარეებს შორის, ხო? ანუ სტატუს კო არის რა, ფაქტობრივად ჯერ კიდევ ამ დროისათვის. ყველაფერია მე გაწყვეტინე, აი არქიდამოსის ბოლო ომში, ანუ მე რჩება კლეონი. კლეონი არის ასევე ძალიან საინტერესო ფიგურა, როგორც ეს არის უკვე აი პერიკლესი თუ იწყებს პოპულიზმს, მაგრამ მას ყოფნის ეს პიროვნული სიდიდე, პოლიტიკური ალღო, რომ პოპულიზმი არ იქცეს ათენისთვის სახიფათო, საშიში ფორმა არ მიიღოს. ანუ იმდენად გონიერი ადამიანია, რომ ეხლა მე არ ვარ პერიკლესის დიდი მოყვარული. ეხლა ამ პერიოდის ათენის ისტორიაშიც სხვა ჩემთვის უფრო ფავორიტი პერსონები არსებობენ, თუ ესე პირადულ სიმპათიაზე ვსაუბრობთ, მაგრამ მას პოლიტიკური კლასი ნამდვილად აქვს. თუმცა მას შემდეგ რაც პერიკლესი გარდაიცვალა და მას შემდეგ რაც აი ეს პასიური გამოფიტვის ომის სტრატეგია ათენელთა თვალში მარცხი იწვნია, ამის შემდეგ წინა პლანზე მოდის კლეონი. კლეონი არის არქიდამასის ბრძოლის მეორე ეტაპი. თვითონ საინტერესოა, რომ კლეონი ერთი ეტაპი პერიკლესს აკრიტიკებდა იმის გამო, რომ ომი დაიწყო, ანუ თვითონ პაციფისტი იყო და შემდეგ ეტაპზე უკვე ის ჩნდება როგორც ისეთი მილიტარისტური აგრესიული პოლიტიკის მომხრე, რომელიც ამბობს, რომ ჩვენ კი არ უნდა შევიკეტოთ, ჩვენს თავს უნდა დავესხათ სპარტას პელოპონესოსზე, ანუ გამოფიტვის, გაძლების, რესურსების ომში კი არ უნდა ჩავერთოთ, პირიქით შემტევი ოპერაციები უნდა დავიწყოთ და კლეონის ეს ბოლო ნაწილი, რატომაც ათენმა მიაღწია პარიტეტს და ალბათ არქიდამასის ბრძოლა თუ ცოტა მეტად რომელიღაცა მხარემ გადაკაჩა, ეს ათენი იყო. კლეონი იწყებს პელოპონესოსზე, ანუ სპარტას ყურის ძირში, ძალიან აქტიური და აგრესიული პოლიტიკის წარმოებას, მაგალითად იღებენ ქალაქ პილოს, რომელიცაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და რეალურად კლეონი არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ხშირად აშკარად იტყუება, ხშირად იწყენებს ეს პროპაგანდისტულ საშუალებებს იყენებს. ათენში ძალიან მძიმე სოციალური ფონია, მაგალითად არისტოფანეს აქვს ის ცოტა ისეთი უტრირებულია და გადაჭარბებულად არის, მაგრამ თავის კომედიაში აღწერს, როგორ ყიდის ბერძენი თავის შვილებს ათენში ამ ომის გამო, გაჭირვების გამო, მწვანილში ცulis და მერე რო გაცulis ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ამბობს, რომ ნახეთო რა მაგრავი ვაჭრეო, აი ამ გაჭირვების და სოციალური შიდუხჭირის ფონი ძალიან მნიშვნელოვანია. და მეორე მხრივ კლეონი მაინც მუდამ არწმუნებს ათენელებს, რომ კი ბატონო, გამარჯვება ძალიან ახლოს არის და ჩვენ უნდა ვილაშქროთ, ჩვენ უნდა უფრო მეტი რესურსი ჩავდოთ ომში, იმიტომ რომ ეს ამ ომს მოვიგებთ ჩვენ პელოპონესოსზე. აი რეალურად კლეონის ეტაპი კიდე ორი ეტაპისგან შედგება, ეს არქიდამასის ომი, ანუ პელოპონესოსის ომის პირველი ეტაპი თავისთავად ორ ნაწილად იყოფა. პერიკლეს გამოფიტვის ომი და კლეონის აგრესიული ომი თავისი ამ პოპულისტური მართვის სტილით.
კი, ნამდვილად. და მეორე ეტაპი, რომელიც აი ამ არქიდამოსის ომის მერე დაიწყო, უკავშირდება ერთ ძალიან საინტერესო მოვლენას და პრინციპში აი პელოპონესის ომის ჩემი აზრით აი ყველაზე რაღაცა საინტერესო ნაწილი არის ეს ათენერთა სიცილიური ავანტიურა ეგრეთ წოდებული. ყველაფერი ხო ამ დაიწყო იდეაში მეორე პელოპონესის ან პელოპონესის მეორე ეტაპის თავარი მოვლენა არის გარკვეულწილად. მანამდე ათენს თითქოს დასავლეთი დიდი ინტერესი არ ქონია. იშვიათად ჩდებოდა ხოლმე სამხრეთ იტალიაში, სადაც უფრო კორინთელები დომინირებდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც ძველთაერთ 430-იან წლებში არ კორკირასთან შეკავშირდნენ, ან კუნძულ კორფუს გულისხმობთ, ვაჩვენებ რა თქმა უნდა რუკაზე ამასაც, იონიის ზღვაზე გასასვლელი მიიღეს. არქიდამოსის ომში იტალიური და სიცილიური ქალაქების უმრავლესობა სპარტისა და კორინთოს მხარეს იბრძოდა ათენის წინააღმდეგ. სიცილიელი ბერძნები დააფრთხო ათენის ამ ძალიან ძლავრმა ფლოტმა და გადაწყვიტეს, რომ საჭიროების შემთხვევაში ერთად ემოქმედათ. თუკი დიდეს მიხედვით ათენელი სტრატეგოსი ნიკიასი განზრახით ხოვდა ექსპედიციისთვის დიდ ძალებს, რათა ათენელები დაეფიქრებინა, რამდენად რთული და ძვირადღირებული იქნებოდა ეს ავანტიურა, თუმცა ვერ მოახერხა ეს და ლაშქრობა მაინც შედგა. ზოგიერთი ათენელი, მათ შორის პოპულარული პოლიტიკოსი ჰიპერბოლოსი, კართაგენზე თავდასხმისკენაც კი მოუწოდებდა. აი ეს საინტერესო მომენტია, კართაგენი ჩდება. აქ კიდე ანუ ახალი მოთამაშე ხო ხმელთაშუა ზღვაში, რომელიც აი პელოპონესის ომი ძალიან საინტერესოა ამ თვალსაჩინოთაც. თითქოს ორ ბერძნულ პოლის შორის მიმდინარეობს და ამავე დროს აი ხმელთაშუა ზღვისპირეთში აი ყველგან რაღაცა აი პროცესი არის აი ამ ომის გამო, იმიტომ რომ ბერძნებს ყველგან მიუწვდებათ ხელი, ხო, ისინი ხმელთაშუა ზღვის კოლონიზატორები არიან და ამავე დროს იქ კონკურენტებიც არიან ფინიკიელებისა, რომლებსაც აქვთ კართაგენი კოლონია. შესაბამისად, აი კართაგენის როლი შემოდის აქ, რომელიც ასევე სიცილიაზე მაშინ უკვე თავის ინტერესები აქვს. ექსპედიციის მოსარდლები იყვნენ ლამახოსი, ნიკიასი და ძალიან საინტერესო ადამიანი, ძალიან ქარიზმატული, ენერგიული სტრატეგოსი ალკიბიადე. ჯარში საერთოდ ამბობენ რომ ერთი კარგი, ან უბრალოდ ერთი ცუდი გენერალი ორ კარგ ჯობიაო. ნაპოლეონსაც აქვს ესეთი გამოთქმა და სწორედ აი ამ პრობლემამ მიჩინა თავი ათენელ სარდლებს შორისაც აი ამ ექსპედიციის დროს. ისინი ვერ თანხმდებოდნენ ამ საერთო გეგმაზე. ექსპედიციის წარმატების შანსი კიდევ უფრო შემცირდა, როცა რელიგიურ სკანდალში გახვეული ალკიბიადე მერე უკან გაიწვიეს საერთოდაც. სიცილიის უმნიშვნელოვანესი ქალაქი სირაკუზის ალყა წარუმატებლად მიმდინარეობდა და ნიკიასის ზავი დასრულდა ამ პერიოდში, რომელიც სპარტასთან იყო დადებული და სპარტამ კვლავ გამოუცხადა ომი ათენს. რითაც დაიწყო პელოპონესის ომის მეორე ფაზა, ბოლო ფაზა ფაქტობრივად იონიური ომი, ეგრეთ წოდებული, რომელიც 413-404 წლებში მიმდინარეობდა. ამ პერიოდში ათენელების სიცილიური ექსპედიცია კრახით დასრულდა, გადარჩენილ ათენელებს სიცილიელები სიკვდილამდე სხვადასხვა მაღაროებში ამუშავებდნენ. სირაკუზმა, როგორც სპარტის მოკავშირემ კი სამხედრო ფლოტი გაგზავნა საბერძნეთში. აი რა სიტყვი ამ სიცილიურ ავანტიურაზე, რა საფუძველი არსებობდა ამისთვის და რატომ დაინტერესდნენ აი ესეთ სიცილიაზე თავდასხმით, რამდენად თვლიდნენ ათენელები, რომ მათ აი იმ პირველი ეტაპის მერე ომისა, როცა ასე გამოიფიტნენ, როცა ათენი ასეთ მდგომარეობას ჩავარდა, შეეძლოთ, რომ სიცილია ამხელა ბერძნული კოლონიების კუნძული აეღოთ და რა შედეგის მიღწევას ისახავდნენ ამით მიზნად. ჩვენ საუბარი დავიწყეთ დემოკრატიის კრიზისით და დემოკრატიის შესაძლო შიდა პრობლემებით, რომ ეს სისტემა ყველაზე საუკეთესოა შეიძლება რაც არსებულა, თუმცა იდეალურისგან ძალიან შორს მდებარეობს და სიცილიის ექსპედიცია არის ამის ყველაზე უფრო ნათელი და კარგი დადასტურება. პერიკლემ ამოუშვა ეს პოპულიზმის ჯინი ბოთლიდან, რომელსაც თვითონ უკავდებოდა და მართავდა. კლეონის შემთხვევაში ამ პოპულიზმმა უფრო უარყოფითი ფორმა მიიღო, თუმცა მაინც სხვათა შორის ეს არისტოფანე რო ვახსენე, კლეონს ძალიან მაგრად ლანძღავს და ძალიან საინტერესო კომედია აქვს, მხედრები ქვია და მე ვურჩევ ყველას წაიკითხოს, არის ქართულ ენაზე თარგმანი, ეს არის ბრწყინვალე კრიტიკა, სატირა დემოკრატიისა. როცა თვითონ არსი ეს არის დემოსი, ხალხი, ეს არის მოხუცი პერსონაჟი, მოხუცი ადამიანი, ძალიან მიამიტი გულუბრყულო, რომელსაც აქვს სახლი, სახელმწიფოს ალეგორია და მას ყავს ორი მსახური, მათ შორის ერთ-ერთი არის კლეონის პროტოტიპი არის, რომლებიც
ისე ატყუებენ თვითონ მსახურები არიან და რეალურად ეს დემოსის სახლი, ანუ სახელმწიფოს უნდა ემსახურონ და უნდა მართონ მისი კეთილდღეობის და მისი კარგად მოწყობის მიზნით, მაგრამ რეალურად ესენი ატრიალებენ თავის ენაზე ამ ხალხს, ატყუებენ, ცუდად ეკცევიან, ჩვენ ხედავთ იქ პირფერობას, მლიქვნელობას, გაუნათლებლობას, ეს სრულ დაუნახაობას. ანუ ეს დემოკრატიის კრიზისულობა ძალიან კარგად ჩნდება უკვე ომის ამ ეტაპზე. აი, რასაც ჩვენ გვეუბნები ნიკიასის ომის მერე, რომელიც არც თუ ისე ცუდად დასრულდა ათენისთვის. და იქ რო არ ყოფილიყო ესეთი ბრასიდასის ოპერაცია, ანუ სპარტა რეალურად ათენმა მოაქცია ბლოკადაში და ბრასიდასმა, სპარტელმა გენერალმა მოახერხა გარღვევა და თვითონ ათენის მეზობლად, ათენიდან ჩრდილოეთით მოახერხა უკვე სპარტული პლაცდარმის შექმნა. ანუ ორივე მოახერხეს, აი ხო იყო რაღაცა ცენტრალური საბერძნეთი ათენის და სამხრეთ საბერძნეთი პელოპონესოსის სპარტასი, ორივე მოახერხეს ერთმანეთის რეგიონებში მყარად მოეკიდებინათ ფეხი, ანუ საფრთხეებს უკვე ერთმანეთის უშუალო სიახლოვეს ქმნიდნენ. ამ დროს ჩნდება სიცილიის ექსპედიციის იდეა. ერთი მხრივ ეს ალკიბიადეს ძალიან სწორად უწოდე ავანტიურისტი. თუკი კლეონი არის პოპულისტი და დემაგოგი, ალკიბიადეს ის უკვე სხვა სიბრტყეზე გადაყავს, ეს არის ძალიან პოპულარული ადამიანი. მაგალითად ეს წითელი ფეხსაცმელი ქონდა, რომელიც იმ დღეს ფუფუნების და ბოლო მოდა იყო იმ დროინდელი ათენისთვის, ყველას უნდა ალკიბიადესივით ჩაეცვა, ალკიბიადესივით ესაუბრა, ძალიან პოპულარული პერსონაჟია, ახალგაზრდა კაცი, ამავე დროს უკიდურესი ამბიციებით, მაგალითად ესეთი ნახევრად ლეგენდაც არსებობს, რომ პერიკლესო ესტუმრაო და პერიკლესიოს სიტყვას ამზადებდაო და უთხრა, შენთვის არ ცალიაო, ეხაო მეო ათენელ ხალხს ანგარიში უნდა ჩავაბაროო და ალკიბიადეს გაეცინაო და შენ რო ჭკვიანი იყო, იმაზე იზრუნებდი ათენელ ხალხს ანგარიში რო არ უნდა ჩააბაროო. ანუ თავიდანვე აქვს ეს ცოტა პოპულისტურ, დიქტატორი ცოტა ხმამაღალი სიტყვა, მაგრამ დიდ პატივს არცემს დემოკრატიას და სისტემის სათავისოდ გამოყენება უნდა. რეალურად აი ეს პოპულიზმი, რაც ჩვენ თქვით, რომ ნიკიას ეს არის ზავის შემოქმედი კაცი, რომელსაც არც ერთ შემთხვევაში არ უნდა რომ იომონ, მაგრამ ბოლოს მაინც იძულებული ხდება, რომ ალკიბიადეს მხარი დაუჭიროს და რაც ჩვენ თქვი, ეგ ძალიან კარგი მაგალითია, რომ ხალხს რაღაცა აბსურდული რიცხვი უთხრა, რომ ამდენი ხომალდი გვჭირდებაო. და ხალხი მას დაეთანხმა. რატომ? იმიტომ რომ თუ კიდეცი ამბობს, რომ ძალიან ბევრმა ზომაც არ იცოდა სიცილიის რამხელა იყო კუნძული სიცილია. ანუ ათენელმა ხალხმა მხარი დაუჭირა, ხმა მისცა სიცილიის ექსპედიციას ისე, რომ ძალიან ბევრმა არ იცოდა რა ტიპის, რა სირთულის, რა რესურსების მქონე ექსპედიცია და სამხედრო ამოცანა ელოდებოდა ათენს. აქ მნიშვნელოვანია, ხა შენ კითხვას რო უპასუხო და არა ვცდე, რატო სიცილია? ერთი მხრივ სიცილია არის ძალიან მდიდარი პურით და მარცვლეულით და ბერძნული პოლისებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ბერძნული მიწის ფონდი არ არის ამ მდიდარი. დასაწყისში შენახსენე პერიკლესის ოპერაცია შავი ზღვის ლაშქრობა, მოდი ესე ვთქვათ, შავი ზღვის არეალში, ეს არის 435 წელი, როცა ჩვენ ზუსტად არ ვიცით მას რა უნდოდა, მაგრამ ფაქტია, რომ ის ამისოსში, სინოპში, ანუ ჩვენთან ესეთი ისტორიული კოლხეთიდან არც თუ ისე დაშორებით იმყოფებოდა და ზოგადად აი ამ ბერძნული სამყაროსთვის მარცვლეულის იმპორტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ მხრივ ეგვიპტეც, განსაკუთრებით სიცილიაც, შავი ზღვის არეალიც, ეს ჩრდილოეთით ყირიმის ნახევარკუნძული, სადაც მდებარეობს უკრაინის დღევანდელი ტერიტორია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბევრი ხორბლის ძალიან დიდი პოტენციალი ქონდა. შესაბამისად, სიცილია ერთი მხრივ ცხოვრობენ ბერძნული პოლისები და ათენს თავისი მხარდამჭერები ჰყავს და ათენს იმედი აქვს, რომ შიგნიდან სიცილიაშივე მას გამოუჩნდება ბევრი მხარდამჭერი. მეორე რესურსების თვალსაზრისით ძალიან მდიდარი არის, განსაკუთრებით მარცვლეული და მესამე წეგან კართაგენი ახსენე და როცა კითხულობ წყაროებს, ხვდები, რომ აი დღესაც ახლა ხმის უფლება თუ საზოგადოებრივ სივრცეში აზრის გამოთქმის უფლება ყველას აქვს და განსაკუთრებით სოციალურმა მედიამ ეს შესაძლებელი გახადა, ხო? შენ შეგიძლია შენი ამბავი შექმნა, შენი ინფორმაცია შექმნა, მაგრამ ძალიან ხშირად ეს არის ხოლმე აბსოლუტურად არაკომპეტენტური, ხო? ანუ როგორც ერთი
კილომეტრით თუ ძალიან დიდად განსხვავდება სიმართლისგან. შეიძლება აბსოლუტური სიბრიყვეც კი იყოს და ჩვენ აი ამ პოპულისტურ დემაგოგიურ ნარატივებს, რომელიც დემოკრატიის შესაძლო ხარვეზია, სრული მასშტაბით ვხედავთ ამ პერიოდის ათენში. ჩვენ ვხედავთ, რომ სხვადასხვა გიჟური იდეები, რომ არამხოლოდ სიცილიას მერე კართაგენსაც ავიღებთ, აფრიკის სანაპიროს უმიზნებენ, ანუ პოლისი, რომელიც არის ძალიან მძიმე ომში ჩართული, ეს ომი არც მოუგია და პირიქით არც არაფერს მოასწავებს, რომ ეს ომი გინდა თუ არა მისი წარმატებით უნდა დასრულდეს, ამ პოპულიზმის დემაგოგიის წყალობით იყურება იქითკენ, სადაც მას საერთოდ არანაირი ინტერესი არ უნდა ქონდეს. ერთი სცენა აღწერილი, რომ მოხუცები ახალგაზრდებს ეუბნებოდნენ, რომ თქვენ არიცითო რა დიდი საგმირო საქმეები გელითო. რეალურად სიცილიის აღება 25,000 კაცი წავიდა და 140 ხომალდი. ეს არის ბერძნული სამყაროსთვის უდიდესი ძალა. ანუ ათენმა უდიდესი რესურსი ჩადო იმ ოპერაციაში, რომელსაც მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა არ ჰქონდა, რომელიც იყო ცუდად მომზადებული, რომელიც იყო ავანტიურა და რომელმაც გადაწყვიტა კიდეც აი ამ რესურსების ომის ბედი, იმიტომ რომ ათენმა თავისი რესურსების დიდი ნაწილი დახარჯა აბსოლუტურად უაზროდ, ცოტა გიჟურადაც კი ვიტყოდი ამას. კი, ნამდვილად და პრინციპში თითქოს ისე მოხდა, რომ აი სპარტასთან საუბრად რა რესურსებიც უნდა ქონოდა ათენს და რაც უნდა გამოიყენებინა და იდეაში შეეძლო ეს ომის თავის სასარგებლოდ მოებრუნებინა, დახარჯა სიცილიის ექსპედიციაზე, რამაც მე რა თქმა უნდა ძალიან დიდი ზარალი მიაყენა შემდეგ ათენს, რომ ანუ სპარტასთან თანაბრად ვეღარ იდგა ამ ომში ფაქტობრივად, იმიტომ რომ თუნდაც ის სახმელეთო ძალები, რომელიც იქ გაგზავნა ფლოტი, საკმაოდ დიდი ნაწილი, ასე შემდეგ ეს ყველაფერი და რა თქმა უნდა უზარმაზარი თანხებიც დაჯდა ახლა ლოგისტიკურად რომ წარმოვიდგინოთ, დღესაც კი ძალიან ძვირი ჯდება მასეთი ექსპედიციის ჩატარება, აი ძალიან ძვირი აბსოლუტურად და წარმოვიდგინოთ მაშინ ახლა რამდენად რთული იყო ამის მოწყობა, ნავიგაცია, გადატანა ყველაფრისა, ჯარის გაგზავნა და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ იყო რომ ნიკიასი რომ იმედოვნებდა რომ იმდენად დიდი მოგვიწევს თანხების გაღება და ემხელა ჯარის და ფლოტის შეკრება რომ იქნება გადაიფიქრონ ათენელებმა, იმიტომ რომ ეს ნიკიასი ძალიან საინტერესო ფიგურა არის, ისე ალკიბიადე და ნიკიასი ან ერთმანეთის საპირისპირო ადამიანები, ყველანაირად, ხო? ხასიათით. ნიკიასი უფრო არის რაღაცნაირად დინჯი, გაწონასწორებული, ძველი თაობის პოლიტიკოსი, რომელიც მიიჩნევს, რომ მშვიდობიანად მოგვარება ჯობია უმეტეს შემთხვევაში, თავს არიდებს უმეტეს შემთხვევაში ის უშუალოდ ომში ჩართვას, რესურსებს ზოგავს, უფრო ფრთხილი არის, ძალიან ფრთხილი თანაც, რის გამო ზოგიერთი უფრო შიშარადაც კი მიიჩნევდა ხოლმე, არა და თურმე აღმოჩნდა, რომ ძალიან დიდი საფუძველი ქონდა იმისა, რომ ასე ფრთხილობდა, განსხვავებით ალკიბიადესაგან, რომელიც როგორც შენ აღნიშნე, ძალიან ავანტიურისტი ფიგურა იყო. მე სხვაშორის ერთი ამბავი მახსენდება, ამ კაცს არ უყვარდა წაგება, ანუ არაფერში, ანუ ესეთი ხასიათი ჰქონდა, როგორც მასზე პლუტარქე წერს და აღნიშნავს ესეთ ამბავს, რომ როცა ყმაწვილობაში ჭიდაობდაო, ერთხელ თავის მეგობარი უგებდაო ჭიდაობაში და კბენა დაუწყო ალკიბიადემ და მეგობარმა უთხრა, რა ქალივით იკბინებიო და ალკიბიადემ პასუხა, ქალივით კი არა, რომივითო. ანუ ასეთი ხასიათის კაცი იყო, ძალიან კარგად ჩანს თუნდაც ამ ეპიზოდში და რაც იყო აი აბსოლუტურად საპირისპირო, აი ძალიან მშვიდი და ძალიან ფრთხილი ნიკიასისა და წარმოვიდგინოთ ეს რამხელა შეცდომა დაუშვეს თუნდაც იმით, რომ ამ ექსპედიციას ერთ-ერთი მაინც რო ყოფილიყო ამის სათავეში, ან თუნდაც ნიკიასი ყოფილიყო მარტო, ან მარტო ალკიბიადე, გაცილებით უკეთესი იქნებოდა პრინციპში, ვიდრე ორი მეთაური ერთად, იმიტომ რომ ორი მეთაური თანაც ერთმანეთის საპირისპირო ხასიათისა ყოველთვის იწვევს ხოლმე ძალიან დიდ შუღლს, განხეთქილებას და საბოლოო ჯამში მე ძალიან უარყოფითად თავდება ხოლმე. აი თუნდაც გავიხსენოთ კანეს ბრძოლა ჰანიბალსა და რომაელებს შორის, ხო? ორი კონსული ერთდროულად და ორივე სხვადასხვა აზზე დგას ერთმანეთისა, ტერენციუს ვარონი და ემილიუს პაულუს და ორივე ფაქტობრივად აი ერთ-ერთმა ვერ მოახერხა საბოლოო ჯამში თავისი აზრის ბოლომდე გატანა და საბოლოოდ აი ძალიან დიდი მარცხით დამთავრდა ეს ყველაფერი. ამიტომაც არის რომ ამასაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ძალიან უცნაურია რომ ათენელებმა თავის ძოზე ეს გადაწყვეტილება მიიღეს. ალბათ პერიკლე რო ყოფილიყო ამ დროს ეს არ მოხდებოდა ჩემი აზრით. სავარაუდოდ პერიკლე თვითონ მოიფიქრებდა ამას ისე რომ ან თვითონ მეთაურებდა ან რომელიმე ერთ მხედართმთავარს გადააბარებდა ამას, იმიტომ რომ აი ამ დროს თითქოს აი რაღაც ერთი ლიდერის ისაკლია ათენს, ანუ აღარ არის ესეთი
გამოკვეთილი ფიგურა, ერთი კონკრეტული, მიუხედავად იმისა, რომ ალკიბიადეს ძალიან საინტერესო ფიგურაა და აქვს თავისი გავლენა, ნიკიასიც არის იქ და სხვაებიც, მაგრამ აი პერიკლესნაირი ძლიერი ერთი პიროვნება ამ შემთხვევაში ათენს უკვე აღარ აყავს მეორე ეტაპზე ამ ომისა. ახლა აქ შემოდის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, სპარსული ოქრო. სიცილიური ექსპედიციის შემდეგ სპარტამ წაახალისა ათენის გავლენის ქვეშ ყოფილი ქალაქები, ააჯანყა, სირაკუზელებმა გაგზავნეს ფლოტი სპარტის დასახმარებლად და იგივე გადაწყვიტეს სპარსელებმაც. მეფე დარიოს მეორეა ამ დროს, მეფე დარიოს მეორე ოხოსი. იცოდა მან, რომ ათენელები მხარს უჭერდნენ სირიაზიაში, კარიაში სპარსეთის წინააღმდეგ აჯანყებულ ამურგეს, თუმცა არ ჩქარობდა ათენზე შურისძიება, სანამ სიცილიური ექსპედიციის კრახზე არ შეიტყო. ამას გარდა ათენს შიდა არეულობაც ემუქრებოდა, მიუხედავად ამისა, სპარტელებსა და მის მოკავშირეებს თავდაპირველად დიდი ინიციატივა არ გამოუჩენიათ და ძალიან ნელა მოქმედებდნენ, რამაც საშუალება მისცა ათენელებს, რომ ძალები ისევ მოეკრიბათ. სპარსელებიც აგვიანებდნენ ოქროსა და გემების მიწოდებას, რაც აფერხებდა სამხედრო გეგმების განხორციელებას. სპარსეთის მეფემ დარიოს მეორემ იგრძნო ათენელთა საზღვაო ძლიერების ზრდა ეგეოსის ზღვაში, მან მცირე აზიაში თავის სატრაპებს ტისაფერნესა და ფარნაბაძოს სუბძანა სპარტასთან ალიანსი დაედოთ ათენის წინააღმდეგ, ამას მოყვა ათენის გავლენით სპარსეთისაგან გათავისუფლებული იონიური პოლისების ისევ სპარსელთა ხელში გადასვლა. სატრაპებმა დიდი რაოდენობით ოქრო ვერცხლი გააგზავნეს პელოპონესის ლიგის ფლოტის გასაძლიერებლად. მიუხედავად ამისა, ათენელები წინააღმდეგობას აგრძელებდნენ და მეფეს უფრო გადამწყვეტი ზომების მიღება მოუხდა, მათ თავისი ვაჟი გაგზავნა კიროს უმცროსი მცირე აზიაში, როგორც ლიდიის, ფრიგიისა და კაპადოკიის მმართველი და სპარსული ჯარის მეთაური კიროსი კრავს კავშირს სპარტელ სარდალთან, ძალიან ნიჭიერ და ცბიერ მეთაურთან, ლისანდრესთან, კაცი, რომელსაც ასეთი ფრაზა აქვს, ხო, ნათქვამი, რომ ბავშვებს სათამაშოებით ატყუებენ, უფროსებს ფიცითო. კიროს შემდგომში დახმარება დასჭირდა სპარსეთის ტახტზე ასასვლელად, ლისანდრე კი მისი დახმარებით ათენის საბოლოო დამარცხებას გეგმავდა. კიროსმა ყველანაირი დახმარება აღმოუჩინა სპარტელებს და ძალიან მნიშვნელოვნად გააძლიერა მათი ფლოტი, რითაც აი ბალანსი შეიქმნა, ასე ვთქვათ, ათენსა და სპარტას შორის საზღვაო თვალსაზრისით, იმიტომ რომ ხმელეთზე ხა სპარტას ვიცით რომ ქონდა უპირატესობა, მაგრამ ზღვაზე არ ქონდა, რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ ათენი სიცილიურ ექსპედიციაში დამარცხდა, აღმოჩნდა, რომ მაინც ძლიერი ფლოტი ყავდა, უფრო ვიდრე სპარტელებს და აი სპარსული ოქრო, სპარსული დარიკები, ამ შემთხვევაში ის მონეტები, ხო, რაც მაშინ შემოვიდა იქიდან ოქროს მონეტები, შვილდოსნის გამოსახულებით, ნამდვილად მისწრება იყო სპარტისთვის, რომ ახალი ძლიერი ფლოტი აეშენებინათ. 406 წელს მოხდა არგინუსის საზღვაო ბრძოლა, რომელშიც ათენელებმა სასტიკად დაამარცხეს სხვადასხვა სპარტელი ფლოტმძღოლი კალიკრატიდასის ფლოტი. მიუხედავად უამრავი სირთულისა, აი ათენელებს როგორც ჩვენ თქვი დიდი საზღვაო გამოცდილება ჰქონდათ და შესაბამისად აი ამით აღემატებოდნენ სპარტელებს, თუმცა თუ ადრე მსგავსი დამარცხებები მნიშვნელოვანი იქნებოდა, სპარსელთა უზარმაზარი რესურსებით მომარაგებულმა სპარტელებმა მალე აღიდგინეს ძალები და თავიანთი ყველაზე წარმატებული და გამოცდილი სარდალი ლისანდრე დააბრუნეს მეთაურად. ამ ცვლილებამ გაამართლა და უკვე 405 წელს გაიმართა ყველაზე მასშტაბური და გადამწყვეტი საზღვაო ბრძოლა პელოპონესელთა და ათენელთა ფლოტებს შორის ეგოსპოტამთან. ათენელთაგან ყველაზე ნიჭიერი და გამოცდილი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე ალკიბიადე ამ დროს განდევნილი იყო ქალაქიდან, ესეც უნდა ვთქვა, აი ათენის აი ძალიან საინტერესო მომენტია ესეც, ხო, რომ ბევრი თავისი ის მოღვაწე, რომელსაც ჩვენ ათენელ მოღვაწეებს ვიცნობთ, ხო, არისტიდე მაგალითად თავის ძოზე თემისტოკლე, ხა ალკიბიადე, ქალაქიდან ყავდათ განდევნილი სხვადასხვა დროს. თუ კი დიდეთ, ძალიან საინტერესო, ნიკა, რასაც შენ ამბობ, ანუ ჩვენ რა უნდა გვახსოვდეს, რომ მთელი ეს ხა საათნახევარია თითქმის საუბრობთ და ძალიან ბევრ სხვადასხვა ისტორიულ მოვლენას შევეხმიანეთ, სხვადასხვა პერიოდები განვიხილეთ. მთელი ეს პროცესი ათენში არ წყდება, ძალიან ცხარე, ძალიან ცხელი დემოკრატიული პროცესი. ეს არის არჩევნები, ეს არის პოლიტიკური დაპირისპირებები. ათენური დემოკრატია თან ეს არის სახალხო კრება არის, მთავარი მმართველი ორგანო. ანუ ათენის მოქალაქეები იკრიბებიან და ეს არ არის წარმომადგენლობითი დემოკრატია, რომ ვიღაცას ირჩევ და მართავ, ანუ ხალხის განწყობის მიხედვით, ხალხის თითქმის ყოველდღიურ თუ არა, ყოველკვირეულ ბაზისზე სახალხო გადაწყვეტილება, ანუ
ხალხი იკრიბება და რაღაც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, რომელსაც ორატორები წარმოადგენენ, უყრიან კეჭს. შესაბამისად, ხა ეს ათენში განათლების და ცოდნის და ხელოვნების და კულტურის დონე საშუალო დონე ძალიან მაღალი იყო, მაგრამ მაინც პოპულიზმის გავლენით შეიძლება ძალიან ბევრი ისეთი გადაწყვეტილება მიიღოს ამ ხალხმა, რომელიც დღევანდელი განმოსახედიდან ლოგიკურობასთან კავშირში არ არის. აი, რასაც შენ ამბობ, ეს არის ერთი მნიშვნელოვანი ფონი, რომელიც უკან სულ მიმდინარეობს, რომ პერიკლეს შემდეგ, რომელიც აი ამ მთელი დემოკრატიული პროცესის მართვას სათავისოდ მაინც ახერხებდა, ჩვენ ხედავთ, რომ ამის შემდეგ უკვე ათენს არანაირი შიდა სტაბილურობა აღარ აქვს. ხშირად არის ეს პოლიტიკური პროცესი იჭირავს სამხედრო ლიდერებს, სტრატეგიებს, გადაწყვეტილებები იცვლება, იგივე ალკიბიადესი, რომელიც ძალიან წინააღმდეგობრივი ფიგურაა და ალბათ ათენის ისტორიაში ბევრად უფრო მეტად ცუდით შევიდა ვიდრე კარგით, შუა ლაშქრობიდან მოხსნეს რეალურად სიცილიაში, სანამ ის სიცილიაში იყო, მის წინააღმდეგ ათენში წავიდა პოლიტიკური პროცესი, რითიც ის ფაქტიურად ჩამოაშორეს და მას ახლა გითხარი უკვე გაქცევა მოუწია. ამიტომ ეს შიდა დუღილი, შიდა მღელვარება ძალიან დიდი პრობლემაა ათენისთვის ომის პერიოდში. მშვიდობის პერიოდში გასაგებია რომ ეს ძალაუფლების მონაცვლეობა, დაყოფა, უფლებები, სამართლიანობა, თანასწორობა ძალიან ესეთ ლამაზად გამოიყურება და ახლა არჩევანის საშუალება რო კონდეს და ძველ სამყაროში დროში მოგზაურობდი, ალბათ ათენში ისურვებდი ცხოვრებას, მაგრამ ომის პერიოდში მართვის თვალსაზრისით ძალიან პრობლემატური არის. და მეორე რაც შენ თქვი, თუ კი აი სადღაც 60-იანი წლებიდან სპარსეთი აღარ არის პირველი მთავარი მოტივატორი ბერძნებისთვის და ძირითადი საფრთხე, სპარსეთი საუკუნის ბოლოსკენ ხდება, რომ რბილი ძალით ბევრად უფრო მეტ შეუძლია მიაღწიოს, ვიდრე სამხედრო ლაშქრობით. და ბერძნული სპარსული პოლიტიკური ფული, სპარსული პოლიტიკური გავლენები ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ხდება, ამ თემას აღარ განვავრცობ, უკვე გითხარი. სპარტა ნელ-ნელა ხდება დამოკიდებული სპარსულ ფულზე და ჩვენ რას ვხედავთ, რომ ალექსანდრეს ლაშქრობამდე პრინციპში შემდეგი 50-60 წელი სპარსეთი, რომელიც აქამდე იყო ესეთი მთავარი იდეოლოგიური მოწინააღმდეგე, პოლიტიკური მოწინააღმდეგე, სამხედრო მოწინააღმდეგე ბერძნებისთვის, ნელ-ნელა ხდება დასაქმების ადგილი. იქ მაგალითად მიდიან დაქირავებული მებრძოლები ბერძნების ფულის გასაკეთებლად. ჩვენ ხედავთ, რომ აი ამ ცირიაზიელ სპარსელ სატრაპებს აღარ საუბრობ თვითონ მეფეზე, დიდ მეფეზე. თვითონ ლოკალურ სატრაპებსაც კი ყავთ თავისი დაქირავებული ბერძნების ესეთი ადგილობრივი ჯარები. აი საერთოდ ეს მცირე აზიის სატრაპი ხდება შიდა ბერძნულ პოლიტიკაში ყველაზე უფრო ესეთი ავტორიტეტული ფიგურა. ნელ-ნელა აქეთკენ მივდივართ და ამან სათავე დაიწყო აი იქიდან რაც შენ გითხარი. პელოპონესოსის ომის ბოლო ნაწილიდან და აქ არის კიდევ ერთი საინტერესო რაღაცა, ეს არის დეკალეის ომითაც არის ცნობილი, როცა სპარტელებს აი პირველ ეტაპზე ომის კი ქონდათ ეს ყოველწლიური თავდასხმები ატიკაზე, მაგრამ ზამთრის სეზონზე უკან დაბრუნება უჭირდათ. ანუ სულის მოთქმის საშუალება ჰქონდათ ათენელებს და აი ბოლო ეტაპზე უკვე ისინი იკავებენ დეკალეის ციხესიმაგრეს უშუალოდ ათენის სიახლოვეს, ანუ თავისი ფორპოსტი ბაზა გააჩინეს ათენთან, რითიც ათენს საფრთხეს უქმნიან უკვე ყოველდღიურ საფუძველზე. ანუ ათენის მდგომარეობა ძალიან რთული ხდება და აი მათ შორის ახლა ეს შიდა პოლიტიკური დაპირისპირება რაც ვახსენეთ, დემოკრატიასაც უჩნდება საფრთხე, შიდა გადატრიალება არის, მერე ხუთასთან მმართველობაა. ანუ ათენში საგარეო წარუმატებლობებთან ერთად იწყება შიდა პოლიტიკური რღვევა და რყევა, რომელმაც შეიწირა კიდეც ნაწილობრივ მაინც ათენური დემოკრატია. ხო, აი ბოლოს ეგოსპოტამის ბრძოლაზე რომ ამბობდით, ეგოსპოტამის ბრძოლა არის აი როგორც ანტიკური ხანის ალბათ ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო ესეთი მოვლენა. შეიძლება შევადაროთ ალბათ აქციუმის ბრძოლას უკვე შემდგომში რომაელების შორის, ოქტავიანესა და ანტონიოს შორის, ანუ იმიტომ რომ ეს იმ დროისთვის, როცა პელოპონესის ომი მიმდინარეობს, იყო აი აბსოლუტურად გადამწყვეტი და ყველაზე მრავალრიცხოვანი ფლოტების დაპირისპირება, რომელიც კი მაშინდელ საბერძნეთს შეიძლებოდა რომ ყოლოდა. ის ალკიბიადესაც შეეხება, ის ალკიბიადე როგორც ვთქვით, განდევნილია ამ დროს ქალაქიდან. ის ათენელთა ბანაკის სიახლოვეს იყო
თავის ხომალდზე და გადაწყვიტა რომ დახმარებოდა მაინც ათენელებს, თუმცა ათენელებმა უარი განუცხადეს, ანუ არც კი მიიღეს მიუხედავად ამისა. ბრძოლა სპარტელთა სრული გამარჯვებით დასრულდა და ფაქტობრივად ამ ბრძოლამ, ანუ ეგოსპოტამის ბრძოლამ, საერთოდ 405 წელს, აი გატეხა ათენი უკვე, აი ძალიან ბოლო ის იყო მათი მცდელობა, თქოს რომ აი რაღაცნაირად გარდატეხა შეეტანათ ამ ომში, მაგრამ აი ეგოსპოტამთან მარცხის შემდეგ უკვე თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. მალე პელოპონესელებმა უკვე ალყა შემოარტყეს ათენს და სამხედრო ფლოტის გარეშე დარჩენილმა ათენელებმა ვეღარ შეძლეს დიდი რაოდენობით ხორბლის შემოტანა თან შავი ზღვისპირეთიდან, ანუ ლოგისტიკური კვანძი აღარ აქვთ უკვე, რომელიც აკავშირებდა შავი ზღვისპირეთთან და შემოდიოდა ხორბალი, რომელიც რა თქმა უნდა აძლევდა საშუალებას ათენს, რომ გაეძლო ასეთი ალყებისთვის. მაგრამ სპარტელებმა გადაუჭრეს ეს გზა და როგორც შინაგანში ეს დეკალაიას აღებით სახმელეთო გზებიც გადაუჭრეს, ამის შემდეგ ათენში დაიწყო შიმშილი და ძველთათვის 404 წლის მარტში ერთ-ერთი უძლიერესი ბერძნული პოლისი და საზღვაო იმპერიის ცენტრი დანებდა მოალყეებს. პელოპონესის ომი ამით დასრულდა და ამის შემდეგ უკვე დიპლომატების ხელში გადავიდა საქმე, იმიტომ რომ აი ესე ძალიან საინტერესო ეპიზოდია, იმიტომ რომ ეს დიპლომატია, რომელსაც თუ კიდიდე საკმაოდ დიდ ყურადღებას აქცევს იმას, რომ როგორ მიმდინარეობს მოლაპარაკებები ორ მხარეს შორის მთელი ამ ომის განმავლობაში. განსაკუთრებით აი როცა უკვე ბოლო ეტაპზე ახლა ეს ჩვენასაც ვეხებით, ეს კიდევ უკვე შემდგომ სხვა წყაროებშიც თუმცა კორნელიუს ნეპოტთანაც არის, მათ შორის პლუტარქესთანაც და ასე შემდეგ სხვა პირი აღწერს ამას. ათენსა და სპარტას შორის დაიდო ზავი, რომელიც ათენელი დიპლომატების წინვალე მოქმედებით გაცილებით მსუბუქი გამოდგა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. აი ესეც საინტერესო ეპიზოდია, იმიტომ რომ ათენი და სპარტა ამდენი ხანი ერთმანეთს ებრძვიან, ათენის მიმართ რამხელა ის აქვს, ხო, სპარტას ალბათ იძულვილი ამ დროისათვის, რომ აი ამდენი წელი იბძვის საბოლოოდ მიიყვანა დასასრულამდე ეს ომი დაამარცხა ათენი, მაგრამ რომ დაიწყო დიპლომატიური მოლაპარაკებები და რაღაცნაირად გამოძვრა ათენი თითქოს აქედან უფრო გაცილებით მსუბუქი პირობებით, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ერთ-ერთი რაც იყო სპარტელებმა დაანგრიეს ათენისა და ნავსადგურ პირეუსის გალავანი, რომ ქალაქი რაც შეიძლება დაუცველი დაეტოვებინათ. ათენური დემოკრატია ჩაანაცვლა პროსპარტულმა ოლიგარქიულმა მმართველობამ, ეგ ეწოდებული 30 ტირანის რეჟიმი დამყარდა, ხო? ათენელებმა დათმეს ყველა სამფლობელო პელოპონესში, ნავპაქტუსის გარდა, მათ შორის ყველაზე დიდი დანაკარგი მაინც იყო კორინთოს ყელის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე მეგარა, რომელიც უმნიშვნელოვანესი სავაჭრო სატრანსპორტო კვანძი იყო. მეგარის დაკარგვით ეს ფუნქცია დაიბრუნა კვლავინდებურად კორინთომ. ორივე მხარეს აეკრძალა თავიანთ ალიანსებში მიეღოთ მეორე მხარის ყოფილი მოკავშირეები. ყველა სადავო საკითხი არა ომით, არამედ სასამართლოთი უნდა გადაეწყვიტათ. ორივე ლიგა, დელოსისა და პელოპონესისა ლეგიტიმურად გამოცხადდა. მიუხედავად ამ ზომიერი საზავო პირობებისა და ერთგვარი ბალანსისა, რომელიც ამ 30 წლიანმა ზავმა შექმნა საბერძნეთში, უწინდელი ძლიერების აღდგენა არა მხოლოდ ათენისთვის, არამედ სპარტასთვისაც აღარ იყო ისეთი ადვილი, ხო? პელოპონესის ომი საბერძნეთის ოქროს ხანის დასასრულადაც მიიჩნევა ხოლმე, რომელსაც მოიტანა მთელი რიგი ცვლილებები. სამხედრო საქმის ევოლუცია, ათენის დასუსტება, ძალთა ბალანსის ცვლილება და სპარტის ეს მოჩვენებითი გაძლიერება. ძველთათვის მე-4 საუკუნიდან გაძლიერება დაიწყო ამავე დროს ჩრდილოეთით მდებარე ერთ დროს თითქმის უმნიშვნელო მაკედონიის სამეფომ, რომელიც ბერძნულ პოლისთა დაპირისპირებისას უყურადღებოდ დარჩა. ამ პერიოდში უკვე მე-4 საუკუნის შუახანებიდან ძალიან ნიჭიერმა პოლიტიკოსმა და სამხედრო მოღვაწემ მაკედონიის მეფემ ფილიპე მეორემ დაიწყო რეფორმების გატარება, გააძლიერა არმია, გამოფიტულდა ერთიანობას მოკლებულ ბერძნებს აჯობა მერე უკვე და საბერძნეთის ჰეგემონადაც იქცა. მისმა ვაჟმა, რა თქმა უნდა, ალექსანდრემ ყველა დროის უდიდესმა დამპყრობელმა მსოფლიო ისტორიას მერე მოუტანა სამსაუკუნოვანი ელინისტური ეპოქა. ანუ ეს არის გარკვეულწილად აი მოკლე შეჯამება, რაც შეიძლება ითქვას პელოპონესის ომის დასასრულზე. აი რა სიტყოდი მთლიანობაში, ანუ ეს ომი რა თვალსაზრისით არის ისეთი მნიშვნელოვანი, რომ აი დღემდე ასე გვახსოვს, ასე ვიყენებთ, ასე ციტირებთ და საბოლოო ჯამში აი რას წარმოადგენს პელოპონესის ომი, აი ძირითადი შედეგი რა არის მისი? რამდენიმე ალბათ. ერთი მხრივ ეს არის სუიციდური ომი, რომელსაც გამარჯვებული არ ყავს. შენ ახსენე ხა საზავო პირობები, რომლებიც
და ზავი, რომელიც მძიმე იყო ორივე მხარისთვის მთლიანობაში. ანუ ბერძნულ სამყაროს აღარ ყავს დომინანტი ძალა, რომელსაც შეუძლია იყოს ერთმნიშვნელოვნად ლიდერი. ანუ ათენმა როგორც ბერძნული სამყაროს ჰეგემონმა დაასრულა არსებობა. თავის კულტურულ ისტორიულ როლს შემდეგ პერიოდში შეინარჩუნებს ის კი არა რომაული ბატონობის ხანაშიც ახლა ათენში მაგალითად სტუმრად ჩასვლა თუ განათლების მიღება ძალიან ისეთი კარგი გემოვნების მაჩვენებელია, მაგრამ ათენი როგორც ბერძნული სამყაროს ლიდერი ასრულებს არსებობას. სპარტას ისე სუსტდება, ზოგადად ბერძნული სამყარო იმდენად სუსტდება, ისეთი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონია, იმდენად ღრმა პოლიტიკური კრიზისია, რომ ამის შემდეგ ბერძნული სამყაროს ეს აღმავლობის ხანა დასრულდა. ძალიან სწორად და კარგად ახსენე, ხა ისტორიას ვოთიფები არ უყვარს, მაგრამ ძალიან საეჭვოა, რომ მაკედონიას მიეღწია იმ მდგომარეობისთვის და გაძლიერებულიყო ისე, როგორც გაძლიერდა რომ არა პელოპონესოსის ომი და რო არა ათენის კრიზისი. ათენი მაგალითად ზღვის პირეთში გასვლის საშუალებას არ აძლევდა, სანამ ათენი იყო ძლიერი და აკონტროლებდა სანაპიროებს, მაკედონიის სამეფო იყო ისეთი მთიან ბალკანურ რეგიონში მყოფი, არც თუ ყველაზე განვითარებული პოლიტიკური ერთეული. ბერძნები უფრო ბარბაროსებს ეძახდნენ, ვიდრე სრულფასოვნად აღიქვავდნენ მაკედონელებს თავისი კულტურული წრის ნაწილად. ამიტომ ეს ომი ერთი მხრივ არის დასასრულის ომი, ანუ დასასრულის დასაწყისის ომი, ამის შემდეგ ბერძნები პოლიტიკური თვალსაზრისით და არც ერთი ბერძნული პოლისი პოლიტიკური თვალსაზრისით ჰეგემონი აღარ ყოფილა, იმიტომ რომ ათენის შემდეგ ვერც სპარტას, აღარც გამარჯვებულ სპარტას ეყო რესურსი იმისა, რომ ეს ლიდერობა ერთპიროვნულად თავის თავზე მოერგო. მე ცოტა ხანი არის თებეს პერიოდი და ეს თებე რო ხდება ყველაზე ძლიერი ბერძნული პოლისი 70-იან 60-იან წლებში, აი სანამ ფილიპე გამოჩნდება. ესეც ზუსტადაც რომ ამ შიდა ბერძნული კრიზისის მაჩვენებელი არის. ეს ომი არის ის პერიოდი, როდესაც სრულდება ბერძნულ სამყაროს შორის აი ეს მთელი ბერძნული აღმავლობა კულტურული, ლიტერატურული, ეკონომიკური, პოლიტიკური დაფუძნებულია მათ გამორჩეულობის, მათი განსხვავებულობის იდეაზე. ჩვენ ელინები ბარბაროსების წინააღმდეგ, ჩვენ თავისუფალი დემოკრატიული თვითმმართველი ხალხი, აი ამ ერთმართველობითი სისტემის წინააღმდეგ და ეს მორალური თუ იდეოლოგიური უპირატესობაც აღარ აქვს ამ ომის შემდეგ. ანუ სპარსეთი, სპარსული ფული, სპარსული რბილი ძალა ისე იჭრება ამ ბერძნულ სისტემაში, რომ ბერძნებს აღარ აქვთ ეს მათი გადმოსახედიდან, ეხლა შეიძლება დავავის რა მოსწონს, მაგრამ მათი გადმოსახედიდან შიდა აღმაფრენის, შიდა მორალური უპირატესობის ძალა. ეს არის პოლიტიკური კრიზისის გამომხატველი. ანუ დემოკრატიული სისტემა, რომელმაც აი ბერძენ-სპარსელთა ომებში გამარჯვებამ მისცა ძალიან დიდი ლიმიტი იმისა, რომ ყოფილიყო ყველაზე სწორი, ყველაზე მართებული, ყველაზე წარმატებული ფორმა, ამ ომის შემდეგ უკვე გადახედვას ექვემდებარება. ძალიან არ არის შემთხვევითი, რომ ამ ომის შემდეგ არისტოტელე და პლატონი ქმნიან თავის ნაშრომებს პოლიტიკური სისტემების შესახებ, სადაც ანალიზებენ ბევრ სხვადასხვა ფორმებს. ანუ პოლიტიკური ძიება დაიწყო, რომ კი ბატონო, ეს პოლიცურმა სისტემამ არ იმუშავა. კი ბატონო, ჩვენ მაგალითად ვერ შევძელით, რომ აი ამ ბერძნულ სამყაროში, ბერძნულ სისტემაში ბალანსი დაგვეცვა. ჩვენ ჩავერთით ამ სუიციდურ ომში, მაგრამ რა შეიძლება იყოს სწორი ფორმა სახელმწიფოსი და აი დადებითი მოვლენა თუ შეიძლება ამას არ ვიცი ხა ეგ სადავო რამდენად დადებითია ჩდება პანელინიზმის იდეა. ანუ ის რომ ჩვენ ყველა ბერძნები უნდა გავერთიანდეთ და სწორი ერთადერთი მართებული ფორმა ჩვენი არსებობისა ის არის რომ ელინებს კოალიციური გაერთიანება კი არ ქონდეთ ერთ სახელმწიფოებრივ სტრუქტურაში გავერთიანდეთ, ანუ პანელინიზმი პოპულარული ხდება პელოპონესოსის ომის ბოლო წლებში და განსაკუთრებით მისი დასრულების შემდეგ. აი ეს პლატონის და არისტოტელის და ზოგადად სახელმწიფოს მოწყობის საკითხებზე ფიქრის გააქტიურება და ამ მიმართულებით კვლევა ძიება და პანელინიზმი ერთდროულად ყვავის და სხვათა შორის ამით სარგებლობს კიდეც ფილიპე, რომელსაც ბერძნულ პოლისებში ყველგან თავისი მხარდამჭერი ყავს, გულისხმობ ფილიპე მაკედონელს, ალექსანდრეს მამას, რატომ? იმიტომ რომ ძალიან ბევრი მიიჩნევს, რომ
ბერძნებს კრიზისიდან გამოსვლისთვის სჭირდებათ ერთიანი ლიდერი, რომლის გარშემოც და რომელიც გააერთიანებს მათ ერთიან სტრუქტურაში, ერთ სახელმწიფოში თუ არა ერთიან რაღაც პოლიტიკურ სისტემაში და ეს უნდა იყოს ფილიპე. ათენშიც კი, რომელიც შეიძლება ისეთი ძლიერი აღარ არის, მაგრამ მაინც თავისი სიტყვა ეთქმის და იქ დემოსთენესია მაგალითად, რომელიც ეს ძველი ათენის დიდებას შეჰნატრის და აქვს იმისი სურვილი და ამბიცია, რომ ათენი აღდგეს. დემოსთენესზე არანაკლები პოლიტიკური ძალა აქვს, დემადეს მაგალითად ესქინეს, ანუ აი ამ პანელინისტურ, ანუ ფილიპეს ლიდერობის ქვეშ გაერთიანებული ბერძნული სახელმწიფოს მხარდაჭერ პოლიტიკურ ლიდერებს. ანუ რამდენიმე ძირითადი მიზეზი იყო. ერთი ვთქვით ეს სუიციდური ომი და გამოფიტვა, დასასრული ბერძნული აღმავლობის ხანის, პოლიტიკური კუთხით მაინც, ათენის დასასრული განსაკუთრებით, როგორც უპირობო ლიდერი ბერძნული სამყაროსი, დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის ერთპიროვნული ლიდერობის დასასრული და უკვე ფიქრი და ანალიზი და პოლიტიკური კრიტიკა, აი ამ პოლისურ დემოკრატიული არსებობის, რომ რა შეგვიძლია შევქმნათ უკეთესი, აი ამ იდეოლოგიური დაპირისპირების დასასრული სპარსულ სამყაროსთან და უპირატესობის განცდის დასასრული, რომ ჩვენ ელინები დანარჩენი სამყაროს წინააღმდეგ ჩვენი მონაპოვრებით და უპირატესობებით და აი რაც შემკითხარი უკვე ვაკუუმის გაჩენა, რომელშიც ნელ-ნელა მაკედონიამ იპოვა თავისი თავი. სხვადასხვა აი მე ურჩევდი მსმენელს, ვისაც ინგლისურად შეუძლია წაკითხვა. რა თქმა უნდა, თუ კიდიდეს და ზოგადად იმ ორიგინალი ისტორიული წყაროების გარდა, რომელიც არსებობს ამ ომის შესახებ, ურჩევდი ასეთი წიგნი არსებობს Makers of Ancient Strategy, ანუ ძველი სტრატეგიის შემოქმედები, სპარსული ომებიდან რომის დაცემამდე. არის ესეთი წიგნი, ვიქტორ დევის ჰანსენის რედაქციით არის გამოსული და იქ არის ერთი ძალიან საინტერესო ქვეთავი, რომელსაც ქვია პერიკლე თუკიდიდე და იმპერიის დაცვა, ასე ქვია. ეს არის დონალდ კაგანის დაწერილი თავი, რომელშიც ძალიან საინტერესოდ არის გაანალიზებული პელოპონესის ომი და ზოგადად აი ათენის სპარტას დაპირისპირება და ათენის იმ პერიოდის სტრატეგია. აი ვისაც გაინტერესებთ უფრო სიღრმისეულად ეს თემა, შევიდეთ ამ სტატიასაც გადახედოთ. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ლიტერატურა არსებობს პელოპონესის ომზე. საბედნიეროდ თუ კიდიდე გვაქვს ქართულ ენაზეც, თუმცა როგორც ვთქვი, ადაპტირებული გამოცემაა, ხო? ადაპტირებული გამოცემაა, კი ბატონო, ანუ თარგმანი არის არც თუ დიდი ხნის წინ შესრულებული, თუმცა თუ კიდიდესი ქართულ ენაზე გვაქვს. ამ საკითხის შესახებ ბევრი განსხვავებული კვლევა არსებობს, ეხლა რადგან ბოლოსკენ წავედით, შენ გაქვს ხოლმე ხო რაღაცა? ხო, რაღაცები ვახსენოთ ხოლმე, მიყვარს მეც. ხო, მეც როგორც შენი დიდი ხმის მსმენელს დაკვირვებული ვარ ხოლმე. აი საინტერესოა როგორც ეს რაღაცა აი დემოკრატიის კრიზისის აღქმის შესახებ. ძალიან კარგი წიგნი აქვს, ესეთი მკვლევარია დუგლას მაკდოუელს, რომელსაც აქვს ეს სოციალურ-ეკონომიკური ფონი, როგორ აისახება სხვადასხვა ნაწარმოებებში, მათ შორის ისტორიულში და განსაკუთრებით მხატვრულში. ანუ ომის სოციალურ-ეკონომიკური გავლენა, ასე ვიტყოდი, საზოგადოებრივი გავლენა, არა აღწერილობა, აი სხვადასხვა ტერმინოლოგიაში როგორ ჩანს, მაგალითად, შემიძლია მკითხოს ურჩიო ქართულ ენაზე არ არის, ინგლისურად არის, მაგრამ ძალიან კარგად იცნობს ზოგადად მკვლევარი ამ ეპოქას. ამ პერიოდს და ამ პერიოდის მკვლევარია და განსაკუთრებით აი ამ შიდა საზოგადოებრივი გაწყობების კვლევის კუთხით მე მაგალითად ძალიან ბევრი მომცამ, როცა წავიკითხე თავის დროზე. კი, ნამდვილად და კიდევ ანუ თუ კიდიდეს ვორდითად ეს ადაპტირებული ის გვაქვს, თარგმანი გვაქვს ქართულ ენაზე გამოცემული, აი სრული თუ დაგაინტერესებთ, ყველაზე ამ მომენტისთვის საუკეთესო გამოცემა არის ინგლისურენოვანი სერია არის ესეთი The Landmark თუ კიდიდეს ქვია. The Landmark თუ კიდიდეს Comprehensive Guide to the Peloponnesian War ასეთი გამოცემა არის, რომელიც ნათარგმნი რიჩარდ კროულის მიერ და რობერტ სტრასლერი არის რედაქტორი. ეს არის შესანიშნავი გამოცემა თუ კიდიდესი და ამავე სერიაში არის ჰეროდოტეც და კიდევ რამდენიმე სხვა წყარო გამოცემული და ზოგადად ეს Landmark სერია
არის აი ისტორიული წყაროების საუკეთესო გამოცემა ალბათ რაც კი მომხდარა აქამდე, რაც კი ყოფილა აქამდე, ზოგადად აი ანტიკური ისტორიოგრაფიისა და აი ამ სერიის თუ კიდიდეს ნამდვილად გირჩევთ რომ გადახედოთ, იმიტომ რომ ძალიან კარგად არის ყველაფერი აქ გაკეთებული, თავისი კომენტარებით, თავისი თარგმანიც დაზუსტებულია ძალიან ბევრი რამ და გაგიმარტივებთ ამ ომის აღქმას, მაგრამ მთლიანობაში თუ დააპირებთ პელოპონესის ომი დეტალურად წაიკითხოთ და გინდათ რომ შეისწავლოთ, აუცილებლად ერთი რუკა უნდა გქონდეთ თან, გაიკრათ რაღაც და რასაც კითხულობთ, უნდა მონიშნოთ რაღაცეები, რიცხვები, შემოხაზოთ და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ძალიან დეტალურად აქვს თუ კიდიდეს ეს ყველაფერი აღწერილი და ძალიან ბევრი პატარა დეტალი არის ამავე დროს პელოპონესის ომში. ანუ ეს საბერძნეთი ხო ძალიან მცირე ქალაქ-სახელმწიფოებად არის დაყოფილი და ეს მოქმედებები გადადის ხან ერთიდან მეორე პოლისში, მერე მესამე ჩაერთვება, მერე მეოთხე და ასე შემდეგ და ეს ყველაფერი არის გაფანტული ერთ პატარა ნაწილზე, რომელიც არის თანამედროვე საბერძნეთის ტერიტორია და შესაბამისად ამას კარგი სჭირდება გეოგრაფიული აღქმა უნდა იმისთვის რომ კარგად აღიქვათ საბოლოო ჯამში ეს პელოპონესის ძალიან საინტერესო კონფლიქტი, რომელიც დღემდე ძალიან ბევრ რამეს გვასწავლის. მათ შორის როგორც გითხარით, ეს არის ამ თანამედროვე რეალ პოლიტიკის ერთ-ერთი საფუძველი, რომელზეც ძალიან ბევრი თანამედროვე პოლიტოლოგი ლაპარაკობს, წერს და ასე შემდეგ და მოყავს მაგალითადაც კი ძალიან ხშირ შემთხვევებში. აი მე მაგალითად ბევრ ისტორიულ მოვლენებს ხვებსაც ვადარებ ხოლმე სხვადასხვა ეპიზოდებში. აი თუნდაც აი ბოლოს რომ საუბრობდით ჩვენ რომ სიცილიური ექსპედიციის მერე რაც ხდება ათენის თავს, მაგრამ იმ მომენტში უცებ რომ ვერ ახდენენ სპარტელები მაინც შეცვლას მდგომარეობისა, მიუხედავად იმისა რომ დასუსტებულ ათენს უტევენ, ძალიან მაგონებს ხოლმე პირადად მე ნაპოლეონის 1812 წლის რუსულ კამპანიას, რომლიდან დაბრუნების შემდეგაც უკვე იციან მოკავშირეებმა რომ ომის გამოცხადების დროა, როგორც სპარტა მოიქცა ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ნაპოლეონმა დიდი რესურსები დახარჯა იქ ხო ამ კამპანიის დროს, ისევე როგორც ათენელებმა სიცილიაში გამოუცხადეს ომი, მაგრამ პირველ ეტაპზე ვერც მოკავშირეებმა ევროპაში და ვერც ამ შემთხვევაში აქ სპარტამ ვერ მიაღწიეს წარმატებებს. სანამ შემდგომში ულიმიტო რესურსები არ ჩაერთო მართ მხარეს, როგორც იყო ამ შემთხვევაში აქ სპარსეთი, ხოლო იქ უკვე სრული მთელი ევროპის კოალიცია, რა თქმა უნდა, ბრიტანეთის ზურგით. ამ შემთხვევაში აი ისტორია რაღაც მომენტებში საერთოდ არ ზუსტად არასდროს მეორდება, მაგრამ ძალიან ბევრი რამ შეიძლება იყოს მსგავსი და ის რაც მოხდა ანტიკურობაში შეიძლება გარკვეულწილად ეს კონცეფტი მოერგოს უკვე შემდგომ პერიოდში მიმხდარ მოვლენებს. ამიტომ არის რომ თანამედროვე პოლიტოლოგები, თანამედროვე სამხედრო ექსპერტები სწავლობენ თუ კიდიდეს ძალიან დაკვირვებით პელოპონესის ომს, ისევე როგორც სხვა ანტიკურ კონფლიქტებს, იმისთვის რომ გააანალიზონ და გაუმარტივდეთ აღქმა უკვე თანამედროვე მოვლენებისა, რომელიც რა თქმა უნდა მათთან პირდაპირ კავშირში არის. ამის მე ვფიქრობ რომ საკმარისი ვისაუბრეთ ამ თემაზე, იმიტომ რომ ძალიან ვრცელი საკითხია და აღარ დავღლით სვენელს უკვე. მედი მაქვს რომ დამატებით ლიტერატურას თვითონ გაეცნობიან, თუ რაიმე შეკითხვა გაუჩნდებათ, რა თქმა უნდა, მე მიუთითებენ ამასაც კომენტარებში. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, უაღრესად საინტერესო საუბრისთვის. მე პირადად ძალიან ნასიამოვნები ვარ ამ საუბრით, იმიტომ რომ საერთოდ ანტიკურობა და შუა საუკუნეები მაინც არის ჩემი კვლევის საგანი და შესაბამისად ანტიკურობა ძალიან. ხო, როცა უახლესზე ვიწერთ ხოლმე, იქ მაინც მეტნაკლებად მე უფრო მსმენელის იმაში ვარ ხოლმე, ხო, პოზიციაში და ვაცდი სტუმარს რომ აი მაქსიმალურად აი ამ თემაზე მე თუნდაც მივიღო გარკვეულწილად უფრო მეტი ინფორმაცია და მე უკვე ლოგიკური კითხვები დავსვა და ამ შემთხვევაში აქ ეს იმდენად ჩემთვის ახლო თემებია და იმდენად მიყვარდა ყოველთვის რომ შესაბამისად ვცდილობ ხოლმე რომ მაქსიმალურად აი ჩავერთო უფრო და უფრო დეტალურად განვიხილო ესა თუ ის საკითხი, იმიტომ რომ ბოლო ეს პერიოდი არ არის შორს იმისგან, რასაც მე ვიკვლევ. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. მსმენელს დავამშვიდობები და ერთი რამ არ დაგავიწყდეთ, რა თქმა უნდა, გამოიწერეთ და მოიწონეთ არხი, გაავრცელეთ ასევე მაქსიმალურად რომ აკადემიური განათლება უფრო მეტ ადამიანამდე მივიტანოთ, სწორედ აი ესეთი პოდკასტების სახით, თუ უშუალოდ ლიტერატურით არა ამ შემთხვევაში. ძალიან დიდი მადლობა. რაც გითხარი ბოლოს აქედან ცოტა მძიმე ომია შეცდომების დაღლის გამოფიტვის, ეს არ არის რაღაცა შთამაგონებელი ისტორია, თუმცა ძალიან საინტერესო და არის ძალიან ყურადსაღები დღევანდელობისთვის იმ კუთხით, რომ
ძალიან ბევრი მხარვეს ეხლა ჩვენ რაღაც სისტემურ პრობლემებზეც ვისაუბრეთ, ხო, დემოკრატიის, მართვის, პოლიტიკის კეთების და რაღაცა კუთხით ძალიან თანამედროვეც არის. ეს პოპულიზმი, რომელზეც ჩვენ საუბრობთ და რომელსაც ნაწილობრივ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ესეც იყო ამ ათენური დემოკრატიის დასასრულის, დღესაც არ არის გადაჭრილი პრობლემა. ლიტერატურაზე ვსაუბრობდით და ეს ლორენ ჯეი სეიმონს აქვს წიგნი ათენური დემოკრატია და იმპერიალიზმი, სადაც სულ თანამედროვე ბმების კონტექსტში განიხილავს ამ ამბავს და ზოგადად ამ ომზე და ამ ისტორიულ მოვლენაზე ფიქრი და მისი შესწავლა თუ მოსმენა თუ განხილვა ღირს. ძალიან თანამედროვეა მისი სიმძიმის და მასშტაბურობის მიუხედავად. დიდი მადლობა ნიგა, დიდი მადლობა ჩვენს მსმენელს და შემდეგ შეხვედრამდე. მომავალ შეხვედრამდე.